იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა არქიმანდრიტ ბართლომეს მიერ საკუთარ Facebook-ზე გამოქვეყნებულმა ამ წყევლამ საზოგადოების ნაწილი შოკში ჩააგდო. საღამო მშვიდობისა, ეს დიდი პოლიტიკა, მე ინგა გრიგოლია ვარ. დღეს დისკუსიისთვის მთავარ თემად გამოვიტანეთ საკითხი, რომელიც ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ამბავი აღმოჩნდა. ეკლესია და დიდი პოლიტიკა. საპატრიარქომ არქიმანდრიტს ეპიდემია დაადო. განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ ბართლომეს ამ წყევლის დროს ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, თუმცა ვინაიდან მსგავსი ფაქტი მეორედ განმეორდა, ეს სერიოზული დარღვევაა და ამის გამო მას ეპიდემია დაედო. თავად არქიმანდრიტი ამბობს, რომ მის მიერ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის დაწყევლა განაპირობა არა პირადმა ინტერესმა, არამედ სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და მიფურთხებაა. ჩემი აღელვება გამოიწვია სააკაშვილის ნათქვამა, რომ მან ჩაატარა სასამართლო რეფორმა. ამ განცხადებით ის შეურაცხყოფას აყენებს სასამართლო რეფორმასაც და იმ მოსამართლეებსაც, რომელიც მის პერიოდში დაინიშნენ. სააკაშვილი ათავისუფლებს ადამიანებს, რომელთა საქმეები ჯერ არც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულა და არც სხვა ინსტანციაში. ათავისუფლებს ისეთ ადამიანებს, რომელიც საერთოდ ძებნაში არიან. ეს რა სახელმწიფოებრივი აზროვნება და დამოკიდებულებაა და ასევე სპეკულირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თითქოს მათი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ადამიანებს პოლიტიკურადაც დევნიდნენ, უსწორდებოდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ახლა ამაზე საზოგადოებას დასცინიან. ასე ხსნის არქიმანდრიტი ბართლომე წყევლის მიზეზს. უკვე დღეს დაპირისპირება მეორე მიმართულებითაც გაგრძელდა ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივის გამო, უსახკაროთათვის თავშესაფრის გახსნაზე. პატრიარქის მდივანმა მწვავე საპროტესტო განცხადება გაავრცელა. მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ვინც იდენტობას გვერდით დაუდგება და თავშესაფრისთვის ფინანსებს გაიღებს, ეკლესიის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდება და ეს იქნება ძალიან დიდი მსჯელობის და სკანდალის მიზეზი. არის თუ არა ქვეყანაში მოსალოდნელი ახალი 17 მაისი, პატრიარქის მდივანი ქართულ საზოგადოებას ეკლესიის გვერდში დგომისკენ მოუწოდებს. არქიმანდრიტ ბართლომეს მიხეილ სააკაშვილის წყევლისთვის ეპიდემია დაედო. სასულიერო პირის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული წყევლა, რომელიც ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი სკანდალი აღმოჩნდა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დაწყევლა არა პირადი ინტერესით, არამედ სააკაშვილის არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გამო. ეკლესია და პოლიტიკა, რომელიც თანდათან სულ უფრო და უფრო ხდება საზოგადოების განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა. ძალიან შეწუხებული მღვდელ მთავართა მოქმედებით, რომლებიც გადაიქცნენ პოლიტიკოსებად. მაგრამ თქვენ აი ხალხო და თქვენ დიდებულო ხალხო. დარეგისტრირდით პოლიტიკურ პარტიას, შემოვალთ თქვენს პარტიაში გაგვიძახით, უნდა გამოყოდოთ. სასულიერო პირებზე განაწყენებული პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებზე განაწყენებული სასულიერო პირები. თუ რომელიმე ადამიანი გაბედავს და გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობას, ნებით ან უნებლიეთ, ან კიდე რა თქმა უნდა, ეკლესიას აქვს ასეთი დამოკიდებულება და პირდაპირ იწყება ის ადამიანი. ვაფიქსირებ ჩემს ხარდაჭერას ქართული ოცნების მიმართ. ეს ხელისუფლება არის ბოროტება. დამტომ ბოროტება უნდა დაამთავროს თავისი არსებობა. ბოდიში და იმ პიდარასების და მამათმავლების და ლესბიანკების პარადი თბილისში იყო და გამოვიდნენ და პროტესტი განაცხადეს. სოკოები გამოვიდნენ, იქვე ამოვიდნენ ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, ჰოლანდიის ელჩები და თქვენს რა ხდაო, თქვენ უპედავთ ამას. ხო, ამას მოაკეთებენ. როგორ უნდა გააკეთონ? აი საიდან არქიმანდრიტ ბართლომეს მიერ ეს ნაციონალების დაწყევლის უკვე მეორე შემთხვევაა. საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტის წყევლას ეხმაურება და მას ეპიდემიას ადებს. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა წყევლა. მსგავსი ქმედება უკვე მეორედ განმეორდა. მართალია ორივე შემთხვევაში მას ეკლესიის და ქვეყნის დაცვის სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ როგორც მღვდლობის ხარისხის მქონეს, არ აქვს უფლება ეს განახორციელოს თვითნებურად, რაც სერიოზული დარღვევაა და ამის გამო დაედო ეპიდემია, აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.
დიდი პოლიტიკა და ეკლესია უნდა ერეოდეს თუ არა რელიგია პოლიტიკაში. დღეს საღამოს 8-ზე წარმოგიდგენ დებატებს თემაზე ქართული რელიგიური პოლიტიკა. მთავარ პოლიტიკურ თოქ-შოუში საუბრობთ ყველაფერზე, გიჩვენებთ ყველაფერს. მამა ალექსანდრე გალდავა, ნანა დევდარიანი, თეთა გაბიანი, შოთა აფხაიძე, თეა თუთბერიძე, გიორგი მელაძე, მამა ელიზბარი, დავით ოსეფაშვილი, ირაკლი ვაჭარაძე. დღეს უკვე უსაკკაროთა თავშესაფრის თემაზე საპატრიარქო იდენტობას დაუპირისპირდა. გვიყურეთ ზუსტად 20 საათზე. პეტიციას, რომელიც არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლის გამო საპატრიარქოს გადაუგზავნეს, ხელს 500 ადამიანი აწერს. პეტიციაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტი, რომელმაც პრეზიდენტი სააკაშვილი დაწყევლა, თავისი დესტრუქციული და ღვთისმსახურისთვის შეუფერებელი ქმედებით აზიანებს მას. სასულიერო პირი, რომლისთვისაც მთავარი იარაღი წყევლაა და არა სიყვარული და შემწყნარებლობა, შორსაა ჭეშმარიტი ღვთისმსახურებისგან. ნათქვამია პეტიციაში, ამ პეტიციის ავტორი დღეს ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იქნება, თუმცა ვიდრე სტუმრებს წარმოგიდგენ და დისკუსიას დავიწყებთ, კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც საპატრიარქოსა და იდენტობას შორის დღეს აგორდა. შეგახსენებთ, იდენტობა იყო 17 მაისის ცნობილი აქციის ორგანიზატორი ჰომოფობიის წინააღმდეგ. საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის თაობაზე. საპატრიარქო მოუწოდებს საზოგადოებას გვერდი დაუდგნენ ეკლესიას, რადგან მიქაელ ბოტკოველის განცხადებით ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული ხალხი, რომელთაც არ შეიძლება საზოგადოება ბავშვები ანდოს. თუ ორგანიზაცია იდენტობას სახალხო დამცველის მხარს დაუჭერს, მაშინ ისიც დაიმსახურებს საპატრიარქოს კრიტიკას. ჩვენ არც ერთ ადამიანს არ დავზოგავთ, ვინც მხარდაჭერას გამოუცხადებს ამ ორგანიზაციის ინიციატივას ან ფინანსურ დახმარებას გაუწევს მათ. ნათქვამია პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებაში. შეგახსენებთ, სახალხო დამცველი მიესალმა ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივას უსახლკაროებისთვის თავშესაფრის გახსნის თაობაზე. მაშასე ორი საკითხი, რომელიც ერთ თემაში ერთიანდება დღეს დიდ პოლიტიკაში, სასულიერო პირების პოლიტიკური აქტიურობა და მორიგი დაპირისპირება საპატრიარქოსა და იდენტობას შორის ამჯერად უსახლკაროთა თავშესაფრის თემაზე. უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში, ესაა ჩვენი ინტერაქტივი, ჩაერთეთ ზარი უფასოა. მე კი წარმოგიდგენ დღევანდელი დისკუსიის სტუმრებს, მამა ალექსანდრე გალდავა, ნანა დევდარიანი, ორგანიზაცია იდენტობიდან ირაკლი ვაჭარაძე, თეთა გაბიანი, პეტიციის ავტორი დავით ოსეფაშვილი, მამა ელიზბარი, თეა თუთბერიძე, შოთა აფხაიძე და გიორგი მელაძე. მივესალმები ჩვენ სტუმრებს, საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. როდესაც დღეს დავპოსტე Facebook-ზე, ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იყო არაერთგვაროვანი გამოხმაურებები და საზოგადოებისთვის ეს არის თემა, რომელიც არის ძალიან ემოციური, ძალიან სენსიტიური და სხვადასხვაგვარი შეფასებები წავიკითხე. ერთი ნაწილი ამბობდა დაუშვათ ამ კომენტარებში და შეფასებებში, რომ ეს არის ის თემა, რომელსაც ალბათ არ უნდა შევეხოთ, თუმცა მეორე ნაწილი წერდა, რომ ეს არის ის თემა, რომელიც რეალურად არსებობს ჩვენს გარშემო, ჩვენს ქვეყანაში და ძალიან საინტერესოა ამაზე სხვადასხვა პოზიციების მოსმენა. მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოს სწორედ დღევანდელი დღის მთავარი თემით, ეს შეეხება იდენტობასა და საპატრიარქოს თემას და შემდეგ უკვე სტუდიაში გადმოვიდე კონკრეტული შეკითხვებით. ირაკლი ვაჭარაძესთან მაქვს პირველი შეკითხვა. კონკრეტულად რაში მდგომარეობდა თქვენი ინიციატივა საღამო მშვიდობის ირაკლი, რომელსაც თავისი ძალიან მწვავე განცხადებით გამოეხმაურა პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი. იგი ამბობდა, რომ ყველა ადამიანი კრიტიკის ობიექტი გახდება, ვინც თქვენს ინიციატივას მხარში დაუდგება და მან მოუწოდა საზოგადოებას, რომ ისინი დადგნენ ეკლესიის გვერდით. გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა, რომ გამოხატეთ ინტერესი ამ თემის მიმართ. მე მოგახსენებ ჩვენ ინიციატივის შესახებ. ჩვენ ვართ 3 წლის უკვე ეს ორგანიზაცია და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ჩვენი ადამიანური რესურსებით ვცდილობდით დავხმარებოდით ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს თვალწინ ყოველდღე ცხოვრობენ ქუჩაში და ბოლო პერიოდში ცივი ზამთრების გამო ქუჩაში იყინებიან. იცით, რომ შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე ადამიანი გაიყინა ქუჩაში და უბრალოდ შეუძლებელი იყო ამის ყურება, რომ არავინ საქართველოში არ ზრუნავს ყველაზე მიუსაფარი და ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის უმთავრესი რაღაცის შენარჩუნებაზე, სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ჩვენ წელსაც დავიწყეთ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გავაგრძელეთ შარშანდელი მცდელობა და საბედნიეროდ წელს უფრო წარმატებული აღმოჩნდით, რადგან ერთ-ერთი აქციის შემდეგ, რომელიც 18
ოქტომბერს ფემინისტთა დამოუკიდებლობა ჯგუფმა იდენტობმა და სხვა ორგანიზაციებმა მოაწყვეს, რომელსაც ერქვა შემიფარე. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ისურვა ანონიმურად დარჩენა და რომელმაც თავისი საკუთარი ბინა გადმოგვცა რამდენიმე წლით მფლობელობაში, რათა უსახლკარო ადამიანებისთვის, კონკრეტულად მათთვის, ვინც ზამთარში ქუჩაში აღმოჩნდება და გაყინვა ელის, გაგვეკეთებინა თავშესაფარი. ჩვენ რა თქმა უნდა ეს ძალიან გაგვეხარდა და დახმარებისთვის მიმართეთ მოქალაქეებს. შეიქმნა რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი და ეხლაც გრძელდება მხარდამჭერი აქციები, კერძოდ ეს არის თოჯინების თეატრმა გააკეთა საქველმოქმედო ჩვენება, სხვადასხვა სკოლები აკეთებენ ინტელექტუალურ თამაშებს, 17 ნოემბერს იქნება საქველმოქმედო კონცერტი, ასევე იქნება ამ პარასკევს საქველმოქმედო კონცერტი ნიუტონის სკოლაში. კიდევ ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, რათა ჩვენ მოქალაქეებმა ჩვენი რესურსებით შევძლოთ ამ ფართის გარემონტება, იმიტომ რომ ის არის ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაში და იქ შევასახლოთ ის ადამიანები, რომლებიც არიან უსახლკაროდ დარჩენილნი, რომლებიც არიან მარტოხელები, სავარაუდოდ ეს იქნებიან ქალები, რომლებსაც ყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, რადგან მოგეხსენებათ ბავშვები ყინვას ყველაზე რთულად გადაიტანენ. დიახ, რაც შეეხება ბავშვებს, ირაკლი, ამ ორგანიზაციაში არიან, მაპატიეთ, მე უნდა წავიკითხო სიტყვით ის განცხადება, რომელიც მამა მიქაელ ბოტკოველმა გაავრცელა, არიან ამ ორგანიზაციაში დაზიანებული და დაავადებული ხალხი, როგორ შეიძლება მათ ბავშვები ჩავაბაროთ, ეს არის საშინელი, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ეკლესიას გვერდით დაუდგება, ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს. ასეთი იყო ის განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა. ამას დავაზუსტებ თუ შეიძლება, ჯერ ერთი ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქ მოსვლის წინ გადავამოწმე, გავრცელდა ექსპრეს ნიუსმა გავრცელა გადამოწმებული ინფორმაცია, რომ საპატრიარქო ემიჯნება ამ განცხადებას და რომ ეს არ არის საპატრიარქოს განცხადება. თუმცა ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთი ადამიანიც კი თulis, რომ უკეთესი ადამიანები მოკვდნენ ქუჩაში, ვიდრე მათ ვინმე დაეხმაროს, მე ვფიქრობ, ეს ძალიან გულისატკენი ამბავი იქნებოდა. რაც ეხება თავშესაფრის იდეას, მოგახსენებთ, რომ ეს არ იქნება საბავშვო ბაღი, არამედ ეს იქნება ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვადასხვა სოციალური დახმარების შეთავაზებას გააკეთებს. ეს აქ იმუშავებენ ფსიქოლოგები, იურისტები, სოციალური მუშაკები, დასაქმების სპეციალისტები, რომლებიც ამ ადამიანებს დაეხმარებიან იმაში, რომ ზამთრის განმავლობაში ჩვენ ისინი გავაძლიეროთ ფსიქოლოგმა, სხვადასხვა პროფესიონალებს დაეხმარონ და ასევე გადავამზადოთ იმ პროფესიაში, რაც მათ სურს და მოვეხმაროთ სამსახურის პოვნაში, რათა ამ ზამთრის გასრულებასთან ერთად ისინი თავშესაფრიდან გავიდნენ გაძლიერებულები. ჩვენ გადაცემაში შემოსვლამდე დაუკავშირდით მიქაელ ბოტკოველს და მან თქვა, რომ ეს იყო მისი პირადი მოსაზრება და ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობ სწორედ მის განცხადებაზე. ვიდრე შემდეგ კითხვას დავსვავ, მამო, თუ შეიძლება თქვენი კომენტარი, საინტერესო არის, როდესაც ჩვენ ვკითხულობ დაუშვათ ასეთ შეფასებას. მამა ალექსანდრე გალდავასთან მექნება შეკითხვა, იგივე მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ვინც გვერდით დაუდგება დაუშვათ ამ ორგანიზაციას, ის გახდება კრიტიკის ობიექტი, მათ შორის სახალხო დამცველი, ჩვენაგვიზის ყოფილი სახალხო დამცველის და საინტერესოა ნანა დევდარიანის პასუხით. სახალხო დამცველმა მხარი დაუჭირა იდენტობის ამ ინიციატივას. მოგესალმებით. მთლიანად ემიჯდება ეკლესია იდენტობის მოქმედებას, მსოფლმხედველობას საერთოდ და იმას, რომლის თავზე მოხვევაც მათ სურთ. არსებობს ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ესა თუ ის იდეა უნდა დაინერგოს ამა თუ იმ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ პირადად, რომ ეს არის ერთ-ერთი PR აქცია მათი, რათა წარმოაჩინონ კარგი კუთხით საკუთარი თავი. ის რომ ეკლესია არ აღიარებს და არც მიიღებს არასდროს ჰომოსექსუალიზმს როგორც ნორმას, ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ეს არის ფასეულობა, რომლის იქით ეკლესია არ წავა. ეს არის ზღვარი. ამიტომაც ადამიანებს, რომელსაც სულ კეთილი საქმე გააკეთონ, ძალიან კარგია და გააკეთონ. მაგრამ ვისი ეგიდით აკეთებ და ვის, ასე ვთქვათ, PR კამპანიაში იღებ მონაწილეობას, ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა. უსახლკაროთა თავშესაფარზე არის აქ საუბარი, მამა. თავშესაფარს ემსახურება მთლიანად ქართული ეკლესია და გაჭირვებულებს და გაუბედურებულ ხალხს ყველანაირ მდგომარეობით. ეს არ არის მარტო ის, ვინც სახლი დაკარგა, არამედ უამრავი ამ ზღვარზეა, უამრავი დაჩაგრულია ხელისუფლებისგან წარსულის და ასე უამრავი კრიტიკულ სულიერ აშლილობაშია და სხვადასხვა. და სულ ყოველთვის ეხმარება.
და ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ადამიანებს, კეთილ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენ, ჩდებიან ესეთი ადამიანები, ღვთისმადლით და რაღაც დონემდე შეგვიძლიათ რომ გავაკეთოთ. თუ ამ ხალხს აქვს სურვილი ეკლესიაზე უკეთესად, მერწმუნეთ რომ იდენტობა ვერ გააკეთებს. კი ბატონო, ისევ ირაკლის მინდა დაუსვა შეკითხვა და შემდეგ კვლავ სტუდიაში გადმოვინაცვლებ. არ ვიცი, გსურთ თუ არა რა მის თქმა, თქვენ ახლა მოისმინეთ მამა ალექსანდრეს შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თქვენ ბრძანეთ რომ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გადმოგცა თავისი სახლი ამ თავშესაფრისთვის, მაგრამ არასახელებთ მას. რატომ ხდება საჭირო რომ იყოს ეს ანონიმი, ეს მისი მოთხოვნა იყო თუ თქვენ ხედავთ რაიმე ტიპის საფრთხეს რომ დაუშვათ, როდესაც კეთდება იგივე საპატრიარქოს მხრიდან ასეთი მკვეთრი განცხადება. საპატრიარქოს არ ვიტყვი, მამა მიქაელ ბოტკოველს დავასახელე პირდაპირ, ვისიც იყო ეს განცხადება, თქვენ გეშინიათ რომ რაღაც იმდაგვარი არ მოხდეს დაუშვათ, რაც ჩვენ ვიხილეთ 17 მაისს თუნდაც. მადლობა შეკითხვისთვის. არა, ეს არაფერი შუაშია. ეს ადამიანი თავად არის მორწმუნე და მან როცა უთხარი რატო არ დავასახელო, თქვა რომ მარჯვენა არ უნდა იცოდეს რასაკეთეს მარცხენა, ანუ მას წამსო ქველმოქმედება შეიძლება გასწია ისე რომ ამაზე სხვა არავინ არ გაიგოს და ეს ორი კვირის წინ იყო ასე რომ დღევანდელ ამბავთან კავშირი არ არის. უბრალოდ მე მინდა მაინც თქვენ სტუმრებს კითხო, აი ჩვენ რო ეს არ გავაკეთოთ, რა უფრო ბედნიერი დაიძინებთ თუ ქუჩაში ისევ დაიღუპებიან ადამიანები. სხვათა შორის მე არ მინდა ხა ვინმე გავაკრიტიკო, მაგრამ მე ვფიქრობ საფუძვლიანი ეჭვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურად მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის საპატრიარქო და ასრულებენ თავის უპირველეს მისიას, რაც არის უმწეო ადამიანების დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რესურსების მობილიზაციას სულ სხვა მიმართულებით და როცა სიკეთეს აკეთებ, მაშინაც კი გიწევს ამტკიცო რაღაცეები და მე მგონი დაიღალა ქართული საზოგადოება. მე ვფიქრობ ჩვენ რაც გამოხმაურებაც მივიღეთ ამ ორი კვირის განმავლობაში იყო აბსოლუტურად შთამბეჭდავი, იმიტომ რომ ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანები მირეკავენ, მოაქვთ ტანსაცმელი, გვთავაზობენ დახმარებას, ზოგ საკვები მოაქვს, ზოგს ტანსაცმელი, ზოგი თანხა შემოსწირავს, რომ როგორმე ვინ შეგვიძლია ის ადამიანები მაინც სიკვდილს გადავარჩინოთ. ხალხო, ეს არ არის სახუმარო თემა და ეს არ არის პოლიტიკური იდეოლოგიების თუ გემოვნების საკითხი, აქ არის სიკვდილის და სიცოცხლის საკითხი. მადლობთ ირაკლი, მამა ალექსანდრეს სურს კომენტარის გაკეთება და შემდეგ ჩაგვერთვება 2-3 წუთში პირდაპირ ჩართვით მამა ელიზბარი, გისმენთ მამა. იცით რა, გამოიღვიძეს ამ ხალხმა და დაინახოს რომ თურმე უსახკაროები არსებობენ და თურმე ტანსაცმლის დარიგება შეიძლება, თურმე შეიძლება საჭმლის გაცემა, თურმე სიკეთე შეიძლება რა და ეს დღეს გაიგეს და ამხელა ამბავი მოაწყვეს და თავზე მოგვახვიეს თავიანთი კეთილი საქმე. ამას ყოველდღიურად რუდუნებით აკეთებს ნებისმიერი ეკლესია. უბრალოდ მისვლა უნდა და ნახვა უნდა. ამის დანახვა უნდა. იმიტომ რომ იმ კაცმა, რომელმაც გადასცა ეს სახლი და მარცხენა, მარჯვენა არ იცოდეს და სახარების ციტატები მოყავდა, ამას ჩვენ ვემსახურებით და ამას ვაკეთებთ. და დამატებით რომ რომელიმე ორგანიზაციამ კიდევ რომ აიღოს თავის თავზე ეს დაუშვათ იგივე ირაკლიდაზეც საუბრობ. მე გელაპარაკებით რომ საპატრიარქო ემიჯნება ამ მოძრაობას საერთოდ აღიარებს, ამბობს რომ ეს არის ცუდი, ეს არის ცუდი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ნარკომანები, რომლებიც შეიკრიბებიან ერთად და გამოაცხადნენ რომ ნარკოტიკი არის ნორმა და ბევრ ქვეყანაში ეს სუბუქი ნარკოტიკი არის ნორმა და ისინი დაიწყებენ თქვათ ქველმოქმედებას ნარკოტიკების ეგიდით ამ ჯგუფის ეგიდით ან სხვა რაღაცა მახინჯი ფორმებით, რომლებიც შეიკრიბებიან და ამ მახინჯ ფორმებს თავზე მოახვევენ საზოგადოებას და სხვა ფორმით უпростоრეთ რაღაც სიკეთეების გაკეთებას დაიწყო თავისთავად სიკეთე კარგია არ უნდა და იდენტობა ამდგარ იყო და პირდაპირ გაეკეთებია თუ რაიმე სიკეთეს გაკეთება უნდა და მაგრამ თავარია ეგიდი რომ დაანახონ ხალხს რომ ეს არ არის ცუდი პირიქით ჩვენ კარგები ვართ ეს არის ქურქში გახვეული გელი დიდი მადლობა ირაკლი თუ შეიძლება ვიდრე დაგემშვიდობებთ მე ჩვენ ორი თემა გვაქვს სტუდიაში შემდეგ უნდა გადავიდეთ არქიმანდრიტ ბართლომეს თემაზეც და არ ვიცი კომენტარს გააკეთებ თუ არა და შემდეგ მამა ელიზბარს ჩავთავ ეთერში მოისმინეთ პრინციპში მამა ალექსანდრეს ნათქვამი ჩემი დამატებითი კითხვა ალბათ აღარ არის საჭირო მე ვფიქრობ ვისაც თვალი აქვს დაინახავს ვისაც ყური აქვს გაიგონებს ვისაც გული აქვს იგრძნობს სიკეთის თავზე მოხვევა ესეთი რამ პირველად გავიგონე ცხოვრებაში იმედი აღარასდროს არ გავიგონებ ამას მადლობთ კი ბატონო დარჩი თუ შეიძლება ჩვენთან მამა ელის სულხოსაბა არ აქვს საკითხული წაიკითხოს როცა ადამიანს ორმოდან ამოიყვანენ
და როცა 40-დან აი სკოლაში გაივლიდით ამას, როცა 40-დან ამოიყვანენ ადამიანს და მოახვეს თავზე თავის კეთილ-გაკეთებულ საქმეს და ეს კაცი იძულებულია ჩახდეს ისე 40-ში და რომ აღარ უსმინოს ამის კი ბატონო, ირაკლი კვლავ ჩვენთან არის ხაზე, მამაო, საღამო მშვიდობის, მამა ელიზბარს თავ პირდაპირ ეთერში, როგორი არის ამ შემთხვევაში თქვენი ხედვა? დღევანდელი ამბით დავიწყეთ, ჩვენი დღევანდელი გადაცემა, თუმცა ერთობლიობაში ეს არის გადაცემა, უნდა ერეოდეს თუ არა დაუშვათ პოლიტიკაში ეკლესია. საღამო მშვიდობის გისმენ? მოგესალმებით, ქალბატონო ინგა. საღამო მშვიდობის. ბატონებო, ქალბატონებო, მამაო, დაგულოცეთ. მამა ალექსანდრეს მესალმები, ჩემი დამოკიდებულება ზუსტად იგივე გახლავთ, რა დამოკიდებულებაც გააჩნია ამ წუთში მართლმადიდებლურ ეკლესიას. რაც თქვენი სტუდიიდანაც გააჟღერა მამა ალექსანდრემ და მამა მიქაელ ბოტკოველმა. სიკეთის კეთება მაშინ არის მარჯვენის და მარცხენის არცოდნაში გადახლართული, როდესაც აქ ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია არის წინ დგომი. დანარჩენი სხვა საზოგადოებანი და თავშეყრანი, როგორიც არის მაგალითად აი ეს ყმაწვილი კაცი რომ გამოვიდა იდენტობა და ასე შემდეგ, მიუღებელია ქართული ცნობიერებისათვის და ჩვენი საზოგადოება ჩვენ მსგავს სიკეთეს არ ვიცნობთ. არ ვხედავთ რომ ეს სიკეთეა. იმის მიუხედავად რომ საქმე ეხება დაუშვათ უსახკარო ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან ამ ქვეყანაში, მე მქონია შეხება დაუშვათ, როდესაც საკრებულოში მუშაობდი იქიდანაც არა მარტო როგორც ჟურნალისტ, ძალიან ბევრი ადამიანია დღეს უსახკარო, ძალიან ბევრი ადამიანია დღეს, ვისაც სახელმწიფო საერთოდ ვერ აქცევს ან არ აქცევს ყურადღებას და ამ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანი არის, რომელი ორგანიზაცია დაიწყებს ქველმოქმედებას, მამა? მოგახსენებთ, ქველმოქმედება თუ მე მაგალითად მართლმადიდებლურ ეკლესიას შეფარვით თუ ხმამაღლაც მეკრძალება ჩემი ქადაგებების, ჩემი მრწამსის ხმამაღლა გამოვლენა და ქადაგება. მე ვთვლი რომ თუ კი ის კაცი ქველმოქმედებს მხოლოდ იმისათვის რომ ეწოდება უმწეო ადამიანი, მისაღებია, მაგრამ თუ კი მან აუცილებლად თავს უნდა მოახვიოს თავის შეხედულებანი და რელიგიური ამბიციები, მაშინ ნამდვილად მიუღებელია ჩემი ქართული საზოგადოებისათვის. კი ბატონო, მოდით მაშინ მკითხავთ თქვენი ნებართვით მე ირაკლის და შემდეგ დავემშვიდობები მას. ეწოდება თუ მას მათ სურთ ორგანიზაცია იდენტობას, რომ სიკეთის გაკეთება უნდა თუ დაუშვათ უნდათ რომ ვიღაცას თავს მოახვიონ. ირაკლი, თუ შეიძლება თქვენი პასუხი დიახ. მე გახლავართ სოციალური სამუშაოს ლექტორი, ანუ სოციალური დახმარება არის ჩემი პროფესია. მოგეხსენებთ რომ ეს არ არის მხოლოდ იდენტობას ინიციატივა, უბრალოდ კარგია, ადვილია, ვთქვათ, ტერი მტრად დასახო ვინმე, იმიტომ რომ შენ თვითონ შეიძლება არ აკეთებდე იგივეს და მონოპოლია გაქვს რაღაცეებს და ბრაზდები ხვები რომ აკეთებენ და ამიტომ დეჰუმანიზაციას არაადამიანად წარმოჩენა რომელიღაც ჯგუფის ადვილია და მე უკვე შეგიძლია ყველაზე ამაღლებული და ყველაზე კეთილი იდეებსაც კი ისე ვთქვათ გადაუარო. ეს იქნება პროფესიული დახმარების პროგრამა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ადამიანების. ჩვენ მხოლოდ ვაკეთებთ ამის, ვთქვათ, ორგანიზებას, ჩვენ მოვაგროვებთ საკვებს, გავარემონტებთ ფარც და იქ უკვე ჩაერთვებიან სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც უშუალოდ გაუწევენ ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და ასე შემდეგ დახმარებას. მე უხერხულადაც კი მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ აქვს თუ არა ვინმეს უფლება, ვინმეს დაეხმაროს, ეს ძალიან ამორალური საკითხია ჩემთვის. მე უხერხულება ამაზე მსჯელობა, იმიტომ რომ ვინ გადაუწყვიტა ვინ არის უკეთესი ადამიანი და ვის აქვს უფლება რამის სახელით ილაპარაკოს თუ არ ილაპარაკოს. აქედან გამომდინარე, მომავალს დაუბრუნდებოდა ამის პროფესიონალურ ასპექტს, ან ჩვენი ამოცანაა, რომ იქ შესახლებული ადამიანები შეძლებენ დამოუკიდებლად გააგრძელონ ცხოვრება ამ თემ შესაფარში რამდენიმე თვის გატარების შემდეგ და მათ ექნებათ შესაძლებლობა სხვა ადამიანებსაც მომავალში დაეხმარონ, იმით რომ მათ ექნებათ უკვე სამსახური და ასე ვთქვათ სტაბილური შემოსავალი. მე ვფიქრობ ეს ძალიან ღირებული იდეაა და დედამიწაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაგვერწმუნებს იმაში, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ და ასე ფიქრობს მერწმუნე ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში. მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგია, რომ ქველმოქმედება დავიწყეთ ჩვენ უბრალო მოქალაქეებმა და ამაში არ გვჭირდება კორპორაციებისგან ნებართვის მიღება
დაბრუნება ან რამე აკრძალვა. იმიტომ რომ საქართველოში ამაზე ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი რომ მაგალითად ბოლო დღეებში საპატრიარქოს თავშესაფარშიც კი არის ვთქვათ ოჯახი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ჩვენც გავავრცელეთ ინფორმაცია, ვაგროვებდით დახმარებას, ანუ არ არის არსად იდეალური სიტუაცია და არ არის ისე რომ ვიღაცას აქვს მონოპოლია სიკეთის კეთებაზე, ანუ უბრალოდ უხერხულია ამაზე საუბარი რო გვიწევს დღეს ჩვენ. კარგით. ირაკლი, წარმატებას გისურვებ, დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა შეკითხვა მაქვს, რომ ნანა დევდარიანი ამბობს, ქალბატონი ნანა უკვე სტუდიაში უნდა გადმოვინაცოთ. ირაკლი დარჩეს მაშინ ჩვენთან, ერთი შეკითხვა აქვს ქალბატონ ნანას და ალბათ პასუხს მოვისმენთ და სტუდიაში უნდა დავსვა შეკითხვა. რამდენი კვადრატულია ის ბინა და რამდენი ადამიანის დახმარებას გეგმავთ? რა შეძლებს, შეიძლება მეტიც შეძლოთ ახალებს. ქალბატონო, მოგახსენეთ ეს ბინა არის 80 კვადრატული. ჩვენ ვფიქრობთ რომ მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 30 ადამიანი ერთდროულად განთავსდება, მაგრამ დღეს ჯერჯერობით ოფიციალურად ვერ ვაჟღერებ, მაგრამ მქონდა შეხვედრები და იმედი მაქვს უახლოეს დღეებში შემეძლება განვაცხადო, რომ გაცილებით უფრო დიდი თავშესაფარი გაიხსნება ქალაქში, რომელიც უკვე იზრუნებს რამდენიმე ასეულ ადამიანზე და იქაც ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი პროფესიონალისტური გამოცდილება ჩავდოთ. ასე რომ ეს საწყისი ეტაპზე არის 15-30 ადამიანი და რამდენიმე ხანში იქნება რამდენიმე ასეული ადამიანისთვის სულ სხვა ცალკე შენობაში. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ, დაგემშვიდობებით. ქალბატონი ნანა, რა მნიშვნელობა აქვს დაუშვათ რამდენი კვადრატულია, თუ კი ჩვენ საუბრობთ სიკეთის კეთებაზე და ქველმოქმედებაზე. მამა ელიზბარი არის ჩვენთან ხაზზე და ნებისმიერ მომენტში გარდა ჩემი კითხვისა, მამაო, თქვენ შეგეძლებათ რომ ჩაერთოთ ჩვენ საუბარში, გისმენთ? არა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ საუბედუროთ რატომღაც არ ლაპარაკობენ ხშირად პოლიტიკოსებიც კი, რომ ჩვენი ხელისუფლების როგორც ძველის ისე ახლის დამსახურები დღეს იპოთეკარებს რომ ეძახიან 70,000 ოჯახია გამოსახლების საფრთხის წინაშე. ეხლა ამ ფონზე რო გადავითვალოთ ელემენტარულად 80 კვადრატულში 30 კაცი რო დაატიოს, სულზე 2 კვადრატული მეტრი გამოდის, ხო? ეს არის იმდენად შეუდარებელი ციფრები, მაშინ ჩვენ ჩავხედოთ პრობლემას ძირში და საფუძველში. ხა მე რატომღაც მიკვირს ძალიან რომ წლების განმავლობაში ამ თემაზე არავინ არ საუბრობდა. დღეს და ისვე ეს საკითხი ვიმეორებ, როცა 70,000 ოჯახი ისევ არის გამოსახლების საფრთხის წინაშე. ეს პრობლემაა ახლანდელი ეს ჩვენი პრობლემაა. ყოფილი ხელისუფლების არა, რომ არ მიდიოდა ამაზე დაუშვათ კონკრეტული გადაწყვეტილებები საზოგადოების პრობლემა არის, რომ აქამდე ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. საზოგადოების პრობლემა რო არის, სწორედ ამიტომ დავსვი მე ეს კითხვა, ანუ ორგანიზაცია, რომელიც დაუშვათ თუნდაც ერთ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებაში, ან 17 ადამიანთან, ან 10 ადამიანთან მიმართებაში აქვს გადაწყვეტილი, რომ ესეთი ტიპის ქველმოქმედება გაეკეთებინა. მოდით დაგისვავთ კითხვას და მე სტუდიაში თითოეულ თქვენგანთან მექნება. თქვენ ბრძანდებით ყოფილი სახალხო დამცველი. დღეს მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ თუ სახალხო დამცველი მხარს დაუჭერს, იგი გახდება კრიტიკის ობიექტიო. ამ გადაწყვეტილებას ამ ქველმოქმედების შესახებ. თქვენ როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, როგორ მოიქცეოდით დღეს? დაუშვათ აი ამ დაპირისპირებაში, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია ამბობს რომ ემიჯნება ხო ფაქტიურად მამაო შემიძლია ვთქვა ამ ორგანიზაციას მიერ გაკეთებულ ქველმოქმედებას თქვენ როგორ პოზიციას დაიკავებთ? აზრი ალბათ საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მაგრამ ამ ორგანიზაციას ემიჯნება რა თქმა უნდა. ქველმოქმედებასთანაც დაკავშირებითაც კი. იმიტომ არ ვხედავთ მაგ ორგანიზაციის აქციებში ქველმოქმედებას. აბა რას ხედავთ მამაო? ანგარებას რწმენის შებრალვის და შერყნის მიზნით. კი ბატონო, მოდით ნანა დევდარიანს მოусმინოთ, გისმენთ? მინდა გითხრათ, რომ თავისთავად არაფერი ტრაგიკული იმაში, რომ მაგალითად სამღვდელო პირი ამბობს, რომ სახალხო დამცველი გახდება კრიტიკის ობიექტი, რა არის ამაში საგანგაშო? სახალხო დამცველი უნდა გითხრათ, რომ საერთოდ არის ყველაზე არაკომფორტული თანამდებობა. ის მუდმივად არის და იქნება კრიტიკის ობიექტი, იმიტომ რომ იცავს ერთს, იქ ვიღაც არის უკმაყოფილო ამით. თქვენ როგორ მოიქცეოდით? მოიქცეოდი ასე, ჯერ ერთი სახალხო დამცველი პირველ რიგში ამ მოწყვლად ჯგუფებზე მონიტორინგს მუდმივად უნდა ახორციელებდეს და ხელისუფლებას აძლევდეს რეკომენდაციას, როგორ მოიხსნას ეს პრობლემები. პირველი ეს უნდა გაკეთდეს. მეორე სახალხო დამცველის ამოცანა არ არის არც მიესალმოს კერძო ორგანიზაციას, არც აკრიტიკოს, თუ კი იგი ქველმოქმედების გაწევას აპირებს. მესამე და მთავარი ეხლა პირადად მე მაშინაც და იმის მერეც არაერთხელ ათეულობით ადამიანი მყავს დაბინავებული სხვადასხვა მონასტერში, რომელიც უსახლკარო იყო, ულუკმაპურო იყო, ბავშვები უდედოდ დარჩენილები და ასე შემდეგ.
და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჯერ ერთი იმით, რომ არასოდეს იმ მონასტრების თუ ეპარქიების ხელმძღვანელები და მღვდელმთავრები და უბრალო მამაოები არასოდეს ამის აფიშირებას არ აკეთებდნენ და რეკლამას არ აკეთებდნენ ამით და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს როგორც შემეძლო ისე დავეხმაროთ. თუმცა ჩვენ ერთზე უნდა შევთანხმდეთ, მე არავის არ ვიცავ დღეს როგორც არასდროს ისე შევეცდები, რომ ვიყო ისეთ შუალედური და ყველა თითოეულ თქვენგანს მოგცეთ თქვენი აზრის დაფიქსირების საშუალება, მაგრამ ეს ამბავი ორგანიზაცია ეხლავე ორგანიზაცია იდენტობის მხრიდან აფიშირებული არ ყოფილა, იყო უბრალოდ მოწოდება, რომ შეერთებოდა მას საზოგადოების ნაწილი, ვისაც სურდა რომ ამ ტიპის ქველმოქმედება გაწეულიყო. ამაზე არ მინიშნებია აბსოლუტურად. მე როდესაც თქვი უბრალოდ მინდა იმის თქმა, რომ ძალიან ხშირად ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული არ არის იმ სოციალურ ფუნქციის შესრულებაზე, რასაც ეწევა ქართული ეკლესია. შეიძლება ეს ნაკლებადაც კი ჩაითვალოს, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა ფუნქციებს ასრულებს მათ შორის მონასტრები და არა მარტო მონასტრები. მე სხვა რამეს თქმა მინდა. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ ეს ორგანიზაცია უნდა დაეხმაროს თუ არ უნდა დაეხმაროს. საპატრიარქოს სრული უფლება აქვს გამოთქვას მისი შეხედულება ამ ტიპის ორგანიზაციის მიმართ. ამ უფლებას მას ვერავინ ვერ წაართმევს. ეხლა იმ შემთხვევაში, როცა მამა ბართლომეს, არქიმანდრიტ ბართლომეს წყევლაზე ვლაპარაკობთ, ის შემთხვევა ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. საკუთარ გვერდზე გამოთქმულის გამო აწყდა მთელი ეს ამბავი. რა კი დაუბრუნდებით, მე აქ გავჩერდი. კი ბატონო, თეა თუთბერიძეს მინდა დაუსვა იგივე შეკითხვა. ის პოზიციები პრინციპში რაც მოვისმინეთ, ეხლა მამამ გარკვევით ჩამოაყალიბა, მამა ელიზბარმაც ასევე, რატომ არ ემხრობიან ამ ტიპის ქველმოქმედებას, გისმენთ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს და ასევე მაყურებელს. მე ვინიშნავდი აქ რაზეც იყო საუბარი და რამოდენიმე, ასე ვთქვათ, საკითხზე მინდა ვისაუბრო. პირველი, აუცილებლად მინდა განვასხვაოთ ორი რამ და გავყოთ ერთმანეთისგან, მართლმადიდებლობა და ის რაც დღეს ხდება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მეორე გადაცემის თემა რაც არის, ეს არის უნდა ერეოდეს თუ არა პოლიტიკაში ეკლესია. ამაზე პირდაპირ გიპასუხებ ჩემს აზრებას, რომ არ უნდა ერეოდეს და ჩვენ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ვაშენებდეთ სეკულარულ სახელმწიფოს. ასევე მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გამოვიყვანოთ სასულიერო პირები და ვასაუბროთ და გაშუქთეს მათი ნასაუბრები, რომ საბოლოოდ საზოგადოებამ გაიგოს ვინ ებრძვის სინამდვილეში მართლმადიდებლობას. ასევე მე მინდა ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით, რომ როცა აქ ვსაუბრობთ, რომ თურმე სახალხო დამცველი მის საქმე არ ყოფილა, რას უნდა მიესალმოს და რას არ უნდა მიესალმოს და რა გააკრიტიკოს და საპატრიარქოს თურმე ამის უფლება ქონია ან მის რომელიმე წარმომადგენელს, მაგალითად მამა მიქაელ ბოტკოველს. ამასაც მივიჩნევ არასწორად. მე მინდა მოუწოდო მამა მიქაელს, რომ მაგალითად დაინტერესდეს, როცა საუბარია იდენტობაზე, რომ თურმე ისინი ცუდ გავლენას მოახდენენ ბავშვებზე და როგორ შეიძლება ბავშვთა თავშესაფარზე მათ იმუშაონ და ადამიანების, ასე ვთქვათ, თავშესაფარი დახმარება გაუწიონ და ასე შემდეგ. მე მინდა დაინტერესდეს მაგალითად რაზე იყო ნასამართლები და რაზე იჯდა ციხეში და იხდიდა სასჯელს, მაგალითად ეპისკოპოსი სპირიდონი, მანამდე მამა გრიგოლი, რომელსაც ჩაბარებული ქონდა და მე მგონი დღემდე მის, ასე ვთქვათ, კონტროლ ქვეშ არის ზესტაფონის ბავშვთა ერთ-ერთი ბაღი, სადაც უპატრონო ბავშვები არიან განთავსებულები და გაარკვიოს, რამდენიც შეიძლება გქონდეს ესეთ ადამიანს ბავშვებთან შეხება, რომელიც არის არასრულწლოვანის გაუპატიურებაზე მაგალითად სასჯელი აქვს მოხდილი. ასევე მე მინდა არაკორექტული არის თუ არ არის, ეხლა მე ეს რო არ ვიცოდი, ამაზე არ ვისაუბრებდი ერთი წუთი. რომ არ ვიცოდე. უკაცრავად, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ დიდი ბოდიშის მოხდით, უკაცრავად. დიდი ბოდიშის მოხდით, მე ვარ დაბადებული და გაზრდილი ამ ქალაქში. მე ერთი წუთით დიდი ბოდიშის მოხდით. მე ვიცი, არა მაქვს ექსკლუზიური უფლება. მე ვცხოვრობდი იმ, ასე ვთქვათ, ადგილზე, სადაც ამ ადამიანს ბევრი იცნობს, მათ შორის მისი ძმა ჩემი მეზობელი იყო და ახალგაზრდობაში თუ ის რაზე იყო სასჯელი, რაზე აქვს მოხდილი, ეს ყველამ ვიცით და ძალიან მარტივი ამის გადამოწმება შეიძლება ამოვიღოთ. ძალიან მარტივია გადამოწმება, ვინ რაზე იხდიდა სასჯელს, არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ეს ძალიან უხერხულია ეს ამაზე საუბარი, როდესაც ადამიანი აქ არ არის. უკაცრავად, მე დავასრულებ, მე არ გაწყვეტინებდით, უხერხული შეიძლება ბევრი რამ არის, მათ შორის ის რაც გვესმის სასულიერო პირებისგან. თავარი პრობლემა ჩემი აზრით ჩვენს ქვეყანაში არის თუნდაც ის რაც მოვისმინეთ არქიმანდრიტ ბართლომესგან
მთელი ის პოლიტიკური განცხადებები, რაც კეთდება სასულიერო პირების მხრიდან და ალბათ დამეთანხმებით, რომ სასულიერო პირებს თავისი ფუნქცია აქვთ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში აქ პრობლემა არის გაუნათლებლობის თუ განათლების არ ქონის. და მე ჩემს სიტყვებს არ ვიტყვი. თომას მანის უკაცრავად დიდი ბოდიშის მოხდით რა. თომას მანის სიტყვებს დავესესხები და გეტყვით. ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია. განათლებული ადამიანების მართვა არის ძალიან რთული და შესაბამისად, სწორედ ეს არ სურს დღეს ყოველ კატეგორიაში მაგასამართლე თომას მანამდე აგერ სახში ყავს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის დღეს ჩვენი საზოგადოების პრობლემა, თუმცა მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაშუქდეს ყველა ის განცხადება, რასაც ეს სასულიერო პირები ქადაგებენ და საზოგადოება საბოლოოდ თვითონ განათლება არ გამორიცხავს მოწმუნეობას. ებრძვის მართლმადიდებლობას. განათლება და ბევრი წიგნის წაკითხვა, ინტელექტი, მაღალი IQ დაბალი და ასე შემდეგ, რწმენასთან მე ვფიქრობ არ პოლიტიკური განცხადება არ შეიძლება. მართვაზეა საუბარი. შეიძლება შეგეკითხოთ? ბრძანეთ და შემდეგ რომის პაპი არის თუ არა სასულიერო პირი? და მე ამერიკის ობამას პრეზიდენტს მოუწოდა რომ არ დაესხას თავს სირიას. თქვენ არის თუ არა პოლიტიკური განცხადება? არ უკაცრავად არა გეუბნები. ვიკითხავთ მე რომ მე ყველა განცხადება მომწონს რომის პაპის არ თქვენ რო არ მოგწონთ პრობლემა იმაში კი არა რომ ეს არ არის. ამას ვერ დამიკრძალავთ, ვერ ამიკრძალავთ. შეგიძლია. მე ჩემი აზრის გამოთქმას. მე ძალიან მინდა რომ დღევანდელი გადაცემა ჭხუბის გარეშე წარიმართოს. მე შემოსულები ერთ-ერთი გეკითხებით. რომის პაპი ევროპელია თუ არ არის? მე ვამბობ ჩემს რელიგიური ლიდერი არის თუ არა? მე არც ევროპის აკეთებს თუ არა პოლიტიკურ განცხადებებს ახლა თქვენ თუ რომის პაპი თქვენთვის არავინ არ არის. თქვენთვის ჩემთვის რომის პაპის კრიტიკაც შეიძლება როგორ არ შეიძლება, მაგრამ რო იძახით რომ რელიგიური პიროვნებები, პერსონალები არ უნდა აკეთებდნენ, ეს არის თქვენი კონკრეტული აზრი. ეს არ არის ქრისტიანობა. აზრი კი არა, ეს არის სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი. მამა ისმენდა სტუდიაში შემდეგი შეკითხვა ისე. კარგით, მოკლედ. კარგით. ამაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით, თქვენ გაქვთ თქვენი აზრი, ცოტა კორექტულად ვილაპარაკოთ, როცა ჩემი აზრი, თქვენი აზრი, მე არ მივიღებ შენიშვნებს. შეიძლება სტუდიაში ისევ სტუმრებთან შეკითხვა. გისმენთ მამა ელიზბარ? გვახსოვს ნიშნები სხვადასხვა საგნებში. მამა ელიზბარ, გესმით ჩვენი რაღაცის მაქსორდათ. დიახ. კარგით, ოდნავ მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მანამდე მინდა რომ ისევ სტუდიაში დავსვა შეკითხვა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა და ინტერაქტივის მთავარი შეკითხვა. უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში და შესავალში გავიხსენეთ ერთად არქიმანდრიტ ბართლომეს მიერ დაწყევლილი სააკაშვილი და მისი გუნდი. გისმენთ, შოთა? ძალიან მოკლე ექსკურსი დავაკეთებ. ქველმოქმედებასთან დაკავშირებით თუ შეიძლება თავისთავად ყველა ქველმოქმედება არის მისაღები და ეს არის სოფლიოში ადაპტირებული პრაქტიკა, როდესაც ადამიანებს ეხმარებიან და ფილანთროპიის წინააღმდეგ არ შეიძლება ვინმე მიდიოდეს, მაგრამ თუ ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც ესე ვთქვათ ამ ფილანთროპიას უკან ამოფარებულ ქვეტექსტებზე, რომელიც ვთქვათ თავის თავში მოიცავს სისხლისამართის დანაშაულს ან გარყვნების პროპაგანდას ან თუნდაც ესე ვთქვათ ძალადობას იგივე არასრულწლობებზე და სხვა მიუღებელ კაცობრიობის მიუღებელ საქმიანობას ამ შემთხვევაში და თუ აქვთ ამის საფუძველი ადამიანებს რომლებიც აკეთებენ ესე ვთქვათ წინააღმდეგ გამოდიან მსგავსი ქველმოქმედებისა რა თქმა უნდა მაშინ ესე ვთქვათ აქვთ მათ უფლება რომ შეეწინააღმდეგონ ამას მე არ ვიცნობ ნამდვილად იდენტობის საქმიანობას მაგრამ მე ესე ვთქვათ რაღაც გარკვეული შეკითხვები მაქვს ამ ორგანიზაციასთან რატო ეს ორგანიზაცია დუმდა წლების მანძილზე ციხეებში ძალადობასთან დაკავშირებით რატო დუმდა ძალადობასთან დაკავშირებით საქართველოსში მიმდინარე პროცესების დროს თვითონ აი როდესაც ბიზნესს არ ეკეტებდნენ როდესაც მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავდნენ როდესაც ადამიანები იყვნენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ეს ყველაფერი არის უბრალოდ კითხვის ნიშნებს ვავს ესე ვთქვათ და ჩემთვის ეს ვთქვათ ასევე საინტერესო არის რომ რატომ არ გაუჩნდა იდენტობას ესე ვთქვათ ესეთი აზრი ან სხვა დანარჩენ ორგანიზაციებს რომლებიც მათ უერთდებიან რომ ამდღარიყვნენ ისინი და ვთქვათ ციხიდან გამოსული პატიმრების რეაბილიტაციო კურსები გაეხსნა და დახმარებოდნენ მათ ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ მე არ განსაზღვრე მე უბრალოდ ვამბობ ჩემს პოზიციას კონკრეტულ მე ვამბობ ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით არა მე უბრალოდ მაინტერესა მე მახსოვს ჩვენეთ მაის იდენტობის პროვოკაციულ მოქმედება ეს ყველაფერი მიმართული არის უბრალოდ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის აი ეს არის სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს გისმენთ
ესე იგი, ყველა ხო ზრდასრული ადამიანის ვართ მეტნაკლებად მაინც რა. ყველას გვაქვს ერთი და იგივე მიზეზი რომ მოდივართ აქ, ხო? რა მიზეზი გვაქვს გიჟები ხო? სახში ჩვენ ვერად ვიждებოდით. ანუ ყველას უნდა რომ ეს ქვეყანა როგორიც არის, გახდეს იმაზე უკეთესი. კი ბატონო. სახელმწიფო ყველა ამას სხვადასხვანაირად ხედავს, ხო? თქვენ თქვენებურად მამა ალექსანდრე თავისნაირად ქავატონი ყველა თეას თავისი და თქვენც და ცხადია, ხო? ჩემი აზრით ეს სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შედგება სახელმწიფოდ თუ ჩვენ თუ დავამთავრებინებთ გეტყვით თუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას რომ ერთმანეთის როგორ გითხრათ აზრობრივად მოძალადეები ერთმანეთზე არ ვიყოთ ანუ ეს რას ნიშნავს ყველა ადამიანს აქვს ღმერთის მიერ არა ეკლესიის მიერ არამედ ღმერთის მიერ ნაჩუქარი უფლება რომელსაც ქვია თავისუფალი არჩევანი თავისუფალი ნება ხო ამას ყველა რელიგია ანუ ეს ამაზე ხო აი ამაზე ლაპარაკი სწორედ რა ჩვენ გადავდივართ ხოლმე საფუძველი გვავიწყდება და გადავდივართ აი იმ დეტალებში რომელიც სინამდვილეში ყველა შეიძლება სხვადასხვანაირად ხედავდეს ამას მაგრამ არსებობს ადამიანის თავისუფალი ნება ხო იმ ადამიანს უნდა რომ გააკეთოს ბოროტება ხო თქვათ და მოკლას ვიღაცა აი თქვენას თქვით რომ იქ რაღაცა საშინელება შეიძლება მოხდეს ხო თუ ამის ალბათობა არსებობს თუ რაღაცა ეგეთი მოხდება ხო ცხადია ეს იქნება დასჯადი ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ეს არის საშინელება და ასე მაგრამ მეორე ხოლმე მე სულ არ ვიყავი ეკლესიის არანაირი წევრი მე ვიყავი სულ პატარა 19 წლიდან მოყოლებული ჩემ ახლობლებთან ერთად მქონდა რაღაც საქველმოქმედო საზოგადოება და დავდიოდით ბავშვთა სახლებში დავდიოდით რა ვიცი ყველგან ანუ მე მაშინ ეკლესიური არ ვიყავი მე ხაც ვერ ვიტყვი რომ ეკლესიური ვარ ხო ვერანაირად თავს ვერ დავაბრალებ და იმის თქმა ხმამაღალი ძალიან ხმამაღალი სიტყვების რომ მე ვარ მორწმუნე ეს ჩემთვისაც მინდა გითხრა ძალიან ზედმეტია იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მე ესე მგონია მაგრამ მე ვცდილობ რაც შემიძლია გავაკეთო საკუთარ თავთან და ნუ ვერთის წინაშე ამაზე ლაპარაკიც მე მგონია საერთოდ შეუძლებელია ეხა მამა ალექსანდრე ხო რამდენი ადამიანია იქ მორწმუნე ამის განსაზღვრა ჩვენ ხო არ შეგვიძლია ნუ ეს ხო არა რაღაცა დეტექტორით ამას ვერ განსაზღვრა თუნდაც დავამთავრებ ადრე იყო ნათქვამი და ხალხი ვერ გაიგებს რაზე ლაპარაკობთ ეს ეთერს გარეთ ხო არა ეთერშია რა კაი ბოთში ხო ანუ ლაპარაკი იმაზე რომ თქვა განსაზღვრა რამდენად მორწმუნე ადამიანი ეს ხო არის ტყუილი და აბსურდი განსაზღვრული არ არსებობს ეს მაგას გეუბნებით ანუ მე შეიძლება ვიარო ყოველ წუთში ეკლესია კი ცხადია მეტნაკლებად მაგრამ შეიძლება ყოველ წუთში ყოველ დღე ვიარო ანუ ვასრულო ყველაფერი როგორც არის და ისტორიას ახსოვს ესეთი შემთხვევები ხო და მე წავიდე და ვიღაცა მოვკალა უბრალოდ იმიტომ რომ გავუბრაზდი გამოვედი წყობიდან და ჩავიდინე ყველაზე დიდი სოდვა რა შეიძლება ჩავიდინე ხო ანუ ამის განსაზღვრას ნუ ვეცდებით იმიტომ რომ ეს შეუძლებელი ადამიანისთვის არის ასეთი მაყურებლის 66% ითulis რომ ეკლესია თუ შეიძლება დავაზუსტოთ რამდენი არის 68% თulis რომ ეკლესია უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. კარგით, მოდი თუ შეიძლება დათოს დაუსვავ შეკითხვას პეტიციის ავტორი, რომელმაც მიწერა საპატრიარქოს 500 კაციანი პეტიცია გაუგზავნა იმის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, როგორ დაწყევლა სააკაშვილი და მისი ხროვა, ასე უწოდა მან საკუთარ Facebook-ის გვერდზე არქიმანდრიტმა ბართლომემ. გისმენთ ბატონო დათო. უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია ამ დოზით პოლიტიკაში. შემდეგ ქალბატონი ნანა გიორგი მელაძე, მამაო ელიზბარი. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა დავადასტურო ჩვენი ეკლესიის მიმართ და მის წარმომადგენლის მიმართ, რომელიც აქ ამჟამად იმყოფება, მამა ალექსანდრეს მიმართ. მე მას დიდი ხანია ვიცნობ, დიდ პატივს ავცემ და შემიძლია დავიწყო იქიდან, რომ ის ნაწილი, სადაც მამა ალექსანდრემ ისაუბრა აი იმ საქველმოქმედო საქმიანობაზე, რომელსაც იდენტობა აპირებს, აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ მის პოზიციას და ამაზე აღარ გავაგრძელებ აქ საუბარს. რაც შეეხება თვითონ იმ საკითხს, უნდა ერეოდეს თუ არ უნდა ერეოდეს ეკლესია პოლიტიკურ საკითხებში, თვითონ საეკლესიო კანონებიდან გამომდინარე, ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკურ საკითხებში, რადგანაც მისი მისია არის ზეციური და არა ამქვეყნიური. მე ამას ვამბობ, როგორც ეკლესიის ნამდვილი წევრი, მორწმუნე ადამიანი და მიმაჩნია ეს უნდა იყოს ასე. თუმცა მეორე საკითხი არის, რამდენად დიდია დოზა ეკლესიისა პოლიტიკურ საკითხების, ასე ვთქვათ, რაღაც ნიუანსებში, სადაც ის გადაწოვნის რაღაც. რამდენად დიდია? ძალიან დიდი არის. იქიდან გამომდინარე, რომ
ქვეყანაში ჩვენ ტრადიციული მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და იმის გათვალისწინებით რომ ეკლესიას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ნებისმიერი კვლევით რომელიც აქამდე ჩატარებულა ეს მაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდო რომ ბუნებრივია ნებისმიერი განცხადება ოფიციალური არაოფიციალური სასულიერო პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება ყოველთვის მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე რომელიც თუნდაც არაეკლესიური იყოს და იყოს ფორმალურად მართლმადიდებელი და ეს გვაძლევს აი იმ შედეგს თქვენს ინტერაქტივში რომ 68% და ესმე დარწმუნებული ვარ კიდევ გაიზრდება ეს ინტერაქტივი უჭერს ეკლესიის მიერ პოლიტიკაში ჩარევას. თუმცა პრინციპში ეკლესიას ეს არ ჭირდება და ეს არცაა სწორი. თუმცა ჩვენ ნახეთ აქ კადრები, რომელიც დაუშვათ ოცნების მაისურის გადაცემა, მე არ ვსაუბრობ რომ მხოლოდ ოცნების მომხრეები იყვნენ, ჩვენ გვინახავს მღვდელმსახურები, ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ღია, რასაკვირველია, დიახ და კი ბატონო, ანუ სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა კითხვა, როდესაც ეს წყევლა გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის და ძალიან დიდი განხილვის თემად იქცა. მაშინვე ითქვა არქიმანდრიტის მხრიდან რომ მე ეს გავაკეთე, იმიტომ რომ არ მომწონდა ეს და ეს. ეს ნორმალურია, მისაღებია თქვენთვის, რომ დაუშვათ ქადაგებების დროს პოლიტიკური მოწოდებები, ოცნების მაისურის გადაცემა, ნაციონალების მაისური და ასე შემდეგ. დაგმე მიშა, არ დაგმო მიშა, დაგმე ბიძინა, არ დაგმო ბიძინა. აი ძალიან ღიად ხო არაა შეჭრილი ეს ყველაფერი პოლიტიკა. ის რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს ეს კონკორდატითაც არის და გამიჯნულია ხო მაგრამ ამავე დროს ეკლესია არ არის შენობები ხო არც რაღაც ორგანიზაცია ეკლესია არის თითოეული წევრი რომელიც ეზიარება მიდის და ახსარება საიდუმლოებებში იღებს მონაწილეობას ისინი ამავე დროს არიან მოქალაქეები მაშინ თუ შეიძლება ამიგრძალეთ ხმის მიცემაც არის გამოხატულება ჩემი გარკვეული პოლიტიკური ლიდერისა. ეკლესიის არ ჩარევა, ეკლესია არ ერევა პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ არსებობს ზნეობრივი პოლიტიკური საკითხები, რომელშიც რასაკვირველია ჩაერევა, როგორიც არის, თქვათ, იმდენად ესეთ ფუნდამენტური საკითხი, როგორც არის ჰომოსექსუალიზმი. რასაკვირველია ჩაერევა, როგორც არა, წყევლა, ერთ წუთი. ეს არის კერძო შემთხვევა, ეს არ არის ეკლესიის წყევლას რაც შეხება თუ გინდათ აგიხსნით რა არის წყევლა და რა არ არის წყევლა საეკლესიო კანონებით შემიძლია ეს მარტივად განსაზღვროს წყევლა არ არსებობს საერთოდ ეკლესიაში ვინც არის მორწმუნე მან იცის რომ წყევლა არ არსებობს ერთადერთი არსებობს ეს ბინძური ფორმა შამანური გადმონაშთი რომელსაც შეიძლება რომელიღაცა მღვდელმსახური თავისი უგუნურებისამებ იყენებდეს ეკლესიას აქვს მხოლოდ და მხოლოდ კურთხევის ლოცვის ფორმა მეტი ფორმა სხვა არ აქვს. ერთადერთი ფორმა აქვს ეკლესიას, უმკაცრესი ფორმა, ეს არის ანათემა. ანათემაც არ არის წყევლა. ანათემა არის კონსტატირება ფაქტის, რომ ეს პიროვნება თავისი მსხვერპლობით დგას ეკლესიის გარეთ. კი ბატონო, მადლობთ. გიორგი მელაძეს მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა. გიორგი, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა, რომელიც გვაქვს გამოტანილი ახლა ეკრანზე, უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში? ჩვენი ამოსავალი იყო ის ორი თემა, ერთი დღეს გახდა ცნობილი იგივე ამ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით, როდესაც იდენტობის წინააღმდეგ გაკეთდა მიხაილ ბოტკოველის მიერ განცხადება და მთავარი, რომელიც Facebook-ით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, როდესაც არქიმანდრიტმა დაწყევლა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ეს არ იყო მისი მხრიდან პირველი, მან ადრე 70 დეპუტატიც დაწყევლა, თუ არ ვცდები, შესაძლებელია მეშლება, მაგრამ ასეთ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი. გისმენთ, გიორგი? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ საინტერესო დისკუსიაში. მე მგონი კითხვა, რომელიც თქვენ დასვით ინტერაქტივში, ესე ძალიან მარტივ პასუხს ამ კითხვაზე თუ გასცემ, მე მგონი შეცდომას დაუშვებ. ეს არის კითხვა თავისთავად რაღაც ცივილიზაციური კითხვა, რომელიც უკვე ბოლო 1000 წელია სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაციის საგანია ქრისტიანულ ეკლესიებში. დასავლეთის ტრადიციის მქონე თუ აღმოსავლური ტრადიციის მქონე როგორც არის მართლმადიდებელი ეკლესია მაგალითად საქართველოში და ამ კითხვაზე შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვა პასუხი ყოფილიყო. თავისთავად ის ფაქტი ეკლესია როდესაც გამოდის და პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს, გააჩნია კიდევ ამას რა დროს აკეთებს, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს.
ეკლესია არის ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ერთ-ერთი ინსტიტუცია, ისევე როგორც თქვათ, ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს გაჭირვებულთა დახმარებას, ბიბლიოთეკა, რომელიც შეიძლება წიგნებს აგროვებდეს და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდეს. ეკლესიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ის ამ მიზნებს და ამოცანებს, რა თქმა უნდა, როდესაც ახორციელებს, პოლიტიკასთან მოდის გარკვეულ გადაკვეთაში. ეხლა აქ ლაპარაკი იმაზე, როგორ ინტერპრეტაციას ახდენს საკუთარი მიზნების, ღირებულებების ეკლესია, აი ეს შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის გარკვეული პრობლემების შემქმნელი. მაგალითისთვის მოვიყვან ერთი მიმდინარე დებატი, რომელსაც ახლა ვთქვა მე მაინდა-მაინც ვერ მოუსწარი, მაგრამ მივხვდი შინაარსი, რაზეც შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი სიკეთის მონოპოლიაზე, ხო? ადამიანები, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონენი არიან ჩვენგან, თქვათ ტრადიციული ჰეტეროსექსუალი ადამიანებისგან და ეს მაინდა-მაინც არ ნიშნავს, რომ ისინი რაღაც განსხვავებული მოვლენები არიან და განსაკუთრებული ახალი მოვლენა რაღაც დედამიწაზე, ყოველთვის არსებობდა ასეთი განსხვავებული ტრადიციები. აქვს თუ არა ამ ადამიანს სიკეთის კეთების უფლება. თუ არა ბოლო ეს წინადადება იყო, რომელსაც მოვასწარი ტელევიზიაში ყური და მართალი გითხრათ გაოცებული დავრჩი. შეიძლება აქამდე მივიდეთ ღირებულებების ინტერპრეტაციისას და მეორე მხრივ არის ძალიან კარგი, როდესაც ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ. აქვს თუ არა ვინმეს მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, აქვს თუ არა ვინმეს მონოპოლია სიკეთეზე, ხო და მე მგონი ეს არის ის ძირითადი კითხვები, რომელსაც ჩვენ როგორც საზოგადოებამ უნდა უპასუხოთ. ეხლა თუ გადავხედავთ ისტორიას, აღმოაჩენთ, რომ ასეთი მონოპოლია არც ჭეშმარიტებაზე, არც რელიგიაზე, არც სიმართლეზე და არც ღირებულებებზე პრინციპში არავის არ აქვს. საზოგადოება არის ცოცხალი ორგანიზმი, ჩვენ ვიზრდებით რაღაცა აზრთა ერთმანეთ ჭიდილში, ვცდილობთ რომ შევქნათ უკეთესი და მთავარია არ დავკარგოთ თავისუფლება, გქონდეს ასეთი აზრები, არ დავკარგოთ თავისუფლება, გქონდეს შესაძლებლობა გამოვხატოთ. რატომ არის დღეს აქტუალური ეკლესიის პოლიტიკაში ჩართვის საკითხი? რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის დომინანტური დღეს საჯარო სივრცეში როგორც რელიგიური ინსტიტუცია და აღმოჩნდა რომ არიან რა თქმა უნდა ამ ეკლესიის წევრი ამ საზოგადოებაში და საკმაოდ ბევრი ამბობს რომ მისი წევრია, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამბობენ რომ არ არიან ესეთი აქტიური მიმდევრები არც რელიგიის და არც კონკრეტულად ამ ეკლესიის წევრები არ არიან, მაგრამ ეს ადამიანებიც რატომღაც აღმოჩნდნენ ამ ეკლესიის პოლიტიკის გავლენის ქვეშ. აი სწორედ ამიტომ არის დღეს აქტუალური და მე მგონი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. რამდენად აქვს უფლება ერთ ეკლესიას საკუთარი მორალი, საკუთარი ეთიკა, კანონიკური სამართალი გაავრცელოს იმ ადამიანებზე, ვისაც უბრალოდ ამის სურვილი არ აქვს. კი ბატონო, გიორგი, მოდი თუ შეიძლება მამა ელიზბარს ჩავთ, ბატონო. რატო? ესე იგი, რომ გავავრცელოთ, ამის უფლება არა გვაქვს. გიორგი, ხაზზე ხარ ჩვენი ეთიკური ნორმები, ჩვენი ღირებულებები რომ გავავრცელოთ, ამის უფლება არა. როგორ არ თქვა, ბრატ? კარგი, გიორგი, ხوار და აკონკრეტეთ რა თქვა? უკაცრავად აქ არის განცხადების თითქოს ინტერპრეტაცია ხდება, მე ერთი წუთითაც არ დამიშვია იმის შესაძლებლობა, რომ ვინმეს ამ საზოგადოებაში შეეზღუდოს საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება, ამ ესე არ გაიგოთ თუ შეიძლება ჩემი ნათქვამი, აქ ლაპარაკია უბრალოდ გზებზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული პოზიციების გავრცელების მიზნით. ხო, ეხლა მართალი გითხრათ, აზრის თავს მოხვევის უფლებაც არსებობს და ამ უფლებასაც ჩვენ აქტიურად ხედავთ, რომ საზოგადოებაში ეს ხორციელდება, მაგრამ გავსაჯოთ, მაგრამ მე მგონი, არ ვიცი, რამდენად ისმის ჩემს საინტერესო დისკუსია პარალელურად. თქვენი საუბარი ის. ხო, ანუ არ მინდა ერთი წუთით დაუშვათ იმის შესაძლებლობა, რომ მე რაღაცნაირად ვფიქრობ, თითქოს ეკლესიას კონკრეტულად, ეხლა ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიას არ აქვს უფლება საკუთარი პოზიციები ქონდეს საკითხებთან. რა თქმა უნდა მას აქვს, უბრალოდ მან მომთხოვოს თქვათ მე პირადად ან რომელიმე სხვას, რომელსაც არ სურს იყოს წევრი, მოსთხოვოს მას რომ დაიცვას იგივე წესი, მე მგონი ეს არ იქნება. დიდი მადლობა. რა იგივე წესი ერთუց დავართავოთ. არის უფლება დამცველი იცავს სიტყვის თავისუფლებას. ეკლესიას აქვს უფლება რომ თქვას ის რაც უნდა. არ შეუძლია მე გეტყვით პრობლემას რა შეხედავ. შეხედულებები, ანუ საფრთხოს ჯული ასწავლოს თავის ბრევს, ამის უფლება არა. მე გეტყვით რის რას გულისხმობდი, მე გეტყვით კონკრეტულად იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესია ცდილობს პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების გზით, პოლიტიკური ინსტიტუციების გამოყენების გზით, მაგალითად შეცვალოს კანონები. შეცვალოს კანონები და საკუთარი ღირებულებების ცადოს და გახადოს კანონების ნაწილი, რომელიც შემდგომ შესასრულებლად სავალდებულო გახდება ყველასთვის. ეს არის ერთი, მე მგონი, პრობლემა, რაც არ შეგიძლიათ შემთხვევა თქვენ.
კარგი, პრეცედენტიო გეკითხებიან. მოდით ნანა დევდარიანს ვაძლევ სიტყვას და მამა ელიზბარი ჩაგვერთვება 2 წუთში. აზრის მქონე ხალხია, რომელიც ებრძვის თავისუფლებას რეალურად. თავისუფლების ინსტიტუტი. კი ბატონო, მონოპოლია, ლაპარაკი მონოპოლიაზე, სიკეთეზე. სიკეთეზე მონოპოლია. იცით რა არის? ნეტა ჩვენ ისეთ პირობებში ვცხოვრობდით, რომ ყველა ადამიანი და ყველა ინსტიტუტი ამ საზოგადოებაში. არა, მამაო, ეხლავე ჩაქცავთ პირდაპირ ეთერში. გისმენთ, ნანა დევდარიანი აკეთებს კომენტარს. იბრძოდეს სიკეთისთვის რა და იყოს წეწვა გლეჯა იმაზე, ვინმე სიკეთეს გააკეთებს. ეხლა მე მესმის რომ ძალიან ცუდი მოსასმენი და წასაკეთილი იყო ის რაც არქიმანდრიტმა ბართლომემ თქვა. მაგრამ მე არ მავიწყდება რა ვქნა ახლა ისევ მეტყვის ვიმავანი რომ რატო სულ წარსულში ბრუნდებიო და იქიდან მოვდივართ ყველანი. როდესაც 1-2 მეუფე, ხო? სააკაშვილს წმინდა დავით აღმაშენებელს ადარებდა, მონასტრის კედლებზე მის პლაკატებს აკრავდა. რატო არ იყო ამაზე რეაქცია? მე სულ მაფიქრებს. მე კი არა ვიცი საყვედურობ. კი არ საყვედურობ. მე უბრალოდ ჩემთვის სულ მამკითხვას. ქვეყნის კივილი. არა, მე გეუბნებით იცით რა არის აზრის გამოხატვის სხვადასხვა ფორმები. ეხლა მე მეჩვენება რომ ჩვენ რაღაც ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო საბაბის გამო ვსაუბრობთ, უკაცრავ, არ მივიღებ ამას თქვენგან. ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი იმიტომ რომ გადაცემა გამეკეთებინა და საინტერესო გამოსულიყო, ამიტომ არ გაკეთებია. არიან ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში იღვიძებენ დილით, ეს ძირითადად პოლიტიკოსები არიან, მაგრამ ბიც არიან ასეთები და ფიქრობენ რომ აი დღეს რა საინფორმაციო საბაბი შევქმნა. კი, მაგრამ როდესაც იყო 17 მაისი ეს უკვე პრეცედენტია და ამას ხელოვნურად დაუბრუნდები ამასაც თუნდაც იგივე პრეზიდენტის ცხელვა. პრეზიდენტის სურათის გამოკრა მონასტერში ან დაწყევლა პირიქით ეს ერთი და იგივე დავასრულებ თუ შეიძლება რას ვაგობ. ეხლა ვიდრე მაგალითად ერთი ადამიანი მიიჩნევს რომ ეკლესია იგივეა რაც ბიბლიოთეკა. მე და მას ძალიან გაგვიჭირდება ერთმანეთს გავუგოთ. ჩემთვის ეკლესია ქრისტეს სხეულია. ხვდებით ხო? მე მიხარია რომ ეს საბაბი შედგა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ყველა პრობლემა მოდის იქიდან, რომ ჩვენ რაღაცებზე საჯაროდ არ ვლაპარაკობთ. არ ვლაპარაკობთ. პრობლემა ეს არის სინამდვილეში. ხა მე გვგრძნობ რომ ყველა ვიკავებთ თავს რომ რაღაცა ზღვარს არ გადავიდეთ. მე ძალიან მიხარია რომ დღევანდელ გადაცემაში ეს მოხერხდა რომ ჩვენ ვსჯელობთ და არ ვჭხუბობთ, იმიტომ რომ როგორც კი ამ თემას ეხები, მომენტალურად ემოცია მოდის ისეთი რომ სტუმრებმა უნდა დახოცონ ერთმანეთი. ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენ გვაქვს მსჯელობის საშუალება და არა ჭხუბის. მოდით მამა ელიზბარ სურდა რაღაცის უკაცრავად ნანა, მაპატიე გისმენთ. ვიბრუნდები იმ საკითხს რაზეც იყო საუბარი რომ სახალხო დამცველის საქმე თურმე ყოფილა რომ სახალხო დამცველი იცავს ადამიანის უფლებებს და მოგეხსენებათ ადამიანის უფლებებს კერძო პირები ვერ არღვევენ ძალაუფლებით შემოსილი პირები ძალაუფლებით აღჭურვილები ამიტომ სახალხო დამცველი პირველ რიგში სახელმწიფოსგან უნდა მოითხოვდეს ადეკვატურ რეაგირებას მეორე რიგშიც მოგიყვებით, როცა ამის დრო და საშუალება იქნება. ახლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ბესწინააღმდეგებით არ აღმერთმანი თუ ვინმე ერთი ადამიანი მეორეს დაეხმარება, თუ ხუთი კაცი რომელიღაც 10 კაცს დაეხმარება ამის წინააღმდეგი როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ მე ვერ მოვთხოვ ეკლესიას და მღვდელმთავრებს ისინი მიესალმონ იმას, რაც სახთოს ჯურით მათთვის არის. თუნდაც ქველმოქმედებას, აი მე მინდა წაგიკითხოთ თამარ გურჩიანის ამ საღამოს გაკეთებული განცხადება, ეს არის კამპანია ადამიანურობის წინააღმდეგო. უფლება დამცველებმა ასე შეაფასეს. ეს კონკრეტულად თამარ გურჩიანის განცხადება. შეუშალოს ხელი ამ ორგანიზაციას ქველმოქმედებაში. ეკლესიას ეს არ შეუძლია. ეკლესია შეუძლია განცხადება გააკეთოს. სახელმწიფო განცხადება არ ნიშნავს დაუშვათ მობილიზებას მრევლის. მე გისვავთ ყველანაირ კითხვას არ მიწყინოთ, უბრალოდ უნდა დავსვა მაგალითად მობილიზება 17 მაისი გავიხსენოთ თუნდაც. საზოგადოება უნდა დაუდგეს ეკლესიას გვერდი. 17 მაისის პროვოცირება. ესეც პროვოცირებაა, რომ ეკლესია ყოველთვის გამოიყვანონ შაუბნელ ორგანიზაციას, რომელიც ებრძვის სიკეთეს. კარგი, მამა ელიზბარი ძალიან გაგიწყენება ეხლა ეს ხალხი ცდილობს რომ ეს ხო თქვენ ამბობთ რომ ბოდიში უნდა ვკითხოთ. თქვენ ხო ამბობთ რომ ეს იყო პროვოკაცია. აი რაღაც 17 მაისი და შეიძლება მე საზოგადოება საქართველოს საზოგადოება ადვილად ეგება საერთოდ ამ პროვოკაციას. მეორე საკითხია რატო წამოერეთ მაგრამ აი ეგ არის საკითხი. თქვენ გეკითხეთ. მე არ ამგონია რომ ეს ყველა მიცოდა რომ 300,000 კაცს ვერავინ ვერ მართავდა. ეს იყო გამორიცხული. უწოდებდა გამოდითო ეკლესია
მოუწოდებდნენ ზოგადად იმის წინააღმდეგ, რომ პროპაგანდა არ უნდა წარმოებულიყო და არა იმას, რომ ვინ მოუწოდა, რომ ტაბურეტკები ჩაერტყათ თავში ერთმანეთს. არ მოახდინეთ ამ ორგანიზაციას. არ ყოფილა ესეთი მოწოდება, რომ ვინმე ძალადობა გამოეყენებინა. თუ ვინმე პირადად ინდივიდუალურად გამოიყენა რაიმე სახის ძალადობა, ის უნდა იქნეს დაჟილის ისე სამართლის კანონმდებლობით. კარგია, რომ ეს იყო ძალიან ულამაზო საქციელი ყველა თქმა უნდა, არავის არ მოუწევს ერთმანეთს. მეორე მხრივ. მოდი, ცოტა მეტი ერთმა საკუთარ თავს შეიძლება ადამიანმა სხვა ადამიანს ვერაფერს ვერ მოთხოვ. მე ესე მგონია მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე არა მაქვს უფლება ვინმეს რამე მოთხოვნა. ყველამ საკუთარ თავს მეტი სულიერ სიმწიფერო მოსთხოვოს. არ წამოეგოს ესეთ რაღაცებზე. ესეთი მართლა კარგით, მოდი 17 მაისის თემას მე გადაცემის შემდეგ ბლოგში დაუბრუნდებით. თქვენი ნებართვით მამა ელიზბარი უნდა ჩავთო ეთერში. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან გამინაცხენდება რო არ ჩავთო. მამაო, უკაცრავად ორჯერ გაწყდა ჩვენი კავშირი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო, მაპატიეთ. თამარ გურჩიანის განცხადება წავიკითხე, მე წეღან განცხადება რა შეფასება, რომ დავშვათ დღევანდელი მიხეილ ბოტკოველის განცხადება, ეს არის ადამიანურობისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაო, ასე შეაფასა ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანის უფლებად დამცველმა დღევანდელი ის განცხადება, თუნდაც გისმენთ? ცოტა წინა თემაზე გაწყდა და მინდოდა კომენტარი, პატარა კომენტარი და იქიდან დავიწყებ ქალბატონო ინგა. რაც შეეხება იქ ქალბატონი თეა თუთბერიძის გამოთქმულ მოსაზრებას მამა გრიგოლის ციხეში ყოფნასთან და ასე შემდეგ დაკავშირებით, თუ კი მას ასეთი დახვეწილი კითხვები აქვს და ფაქიზი გრძნობები ამოძრაებს მისთვის და არა მარტო მისთვის, ბაჩო ახალაია და სხვა დანარჩენი არიან ეროვნული გმირები და ხოლო ჩემთვის 38000 პატიმრისათვის და მათი ახლობლებისათვის და თითქმის მთელი საქართველოსთვის ერთი ნაძირალა გათახსილებული კრიმინალია. ეს ეკლესიის სახე ხო, რასაც თქვენ. შემდეგი, რაც შეეხება აი ახლანდელ თემას, მამა ბართლომემ დაწყევლა თუ არა, რატომ აი სწორად დასვა ქალბატონმა ნანამ წეღან ერთი კითხვა. როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო სახელმწიფო სათავეში, რატომ იყოს აუცილებელი მაშინ რომელიმე ერთ-ერთი გინებავთ მიტროპოლიტი, გინებავთ სასულიერო პირისათვის კაბინეტში 2 მეტრიანი სააკაშვილის სურათის გამოკიდება და ასე შემდეგ ქადაგება. არ იყო ხომ? არ მოგწონდა ის. რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელსაც მამა ბართლომე ჰქვია, აქვს საკუთარი რეაქცია ნებისმიერ საკითხზე. ქალბატონი ინგა მართალი ბრძანდება, მან 70 დეპუტატიც შეაჩვენა მაშინ, რომელმაც რელიგიურ ცნობილი შემოყნელ კანონზე მოაწერეს ხელი და დათანხმდნენ. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი ამ ყმაწვილისათვის ეხლა რომ იყო ჩართვაში გიორგისთვის, ხო? ეკლესია ერთ-ერთი რაღაცა ბიბლიოთეკაა თურმე. წინა ყმაწვილი რო იყო ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესია მისთვის კორპორაცია. რაც შეეხება პოლიტიკაში ჩართვას, აუცილებელია მართლმადიდებლური ეკლესია ღიად ერეოდეს პოლიტიკაში. ოღონდ პრეფექტად კი არ უნდა დავნიშნოთ, ეს ბატონ ზვიად გამსახურდიას გადასარევად გქონდა. მაშინდელ უზენაეს საბჭოში სასულიერო პირების იყვნენ წარმოდგენილი. რატომ? და იმიტომ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან გვაქვს საქმე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ადაწესები და ტრადიციები. აუცილებელია მათი გათვალისწინება. მე ქართველი ვერ მოვიქცევი ისე როგორც იქცევა ამერიკელი, როგორც იქცევა რუსი, მას თავის ტრადიცია აქვს და მისასალმებელია მისთვის, ჩემთვის ჩემი ტრადიციაა მისაღები და მისასალმებელი. კარგი. ამ სოფელში უკაცრავად დავამთავრე, ამ სოფელში ეს ქუდი ახურავთ. როდესაც დავით აღმაშენებელი წმინდა დავით მეფეს მეფედ უნდა ეკურთხებინათ, წმინდა მეფე დავითი, მისმა მოძღვარმა გიორგი ჭყონდიდელმა 2 წიგნი მისცა ხელში, ერთი ჯულის კანონი და მეორე ქართული წესადათნი. ამითი ხელმძღვანელეო. თუ ეკლესია არ ჩაერეოდა პოლიტიკაში, ჩვენ ვერ მივიღებდით დავით აღმაშენებელს. ჩვენ არ გვეყოლებოდა გრიგოლ ხანძთელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არც ხარჭაშნელი ეპისკოპოსი, რომელიც ომში დაეცა.
და არც უამ თევდორებერი. რატომ არ დაგვებადა კითხვა რა რჯიდათ მათ, როდესაც სამშობლოსათვის თავს დებდნენ. ეს მაშინ პოლიტიკა არ იყო? თუ ახლა მარტო პოლიტიკა. ჩემთვის აუცილებელია ერთი რამ. მე მიმაჩნია რომ საკანონმდებლო ორგანოში ინგლისის პარლამენტის მსგავსად ერთი ფრაქცია აუცილებლად უნდა იყოს საეკლესიო მართლმადიდია უნდა იყოს. რატომ? მე შეგახსენებთ კადრები შეიძლება ამოიღოთ იუსტიციის სახლის გახსნა რომ აჩვენეს. შეგაწყვეტინებთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც ამბობთ რომ უნდა იყოს ერთი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში, ეს უნდა იყოს მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირების ფრაქცია თუ დაუშვათ სხვა აღმსარებლობის? ჩვენი ქვეყანა არის თუ არა მართლმადიდებელი ქვეყანა? ანუ ფიქრობთ რომ ეს უნდა იყოს მართლმადიდებლების ფრაქცია სასულიერო? მე მაგალითად გაზეთით საშუალებით მქონდა ასეთი რომ სახალხო დამცველად ბატონ ბიზინას მოუწოდებდი საერთოდ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი დაენიშნა და ნურავინ იფიქრებს რეკლამას ვაცხადებ. რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო დისკუსია გვაქვს და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ძალიან მიხარია რომ დღევანდელი გადაცემა მიდის მსჯელობის რეჟიმში. რამდენიმე წუთში ვართ ეთერში. ჩვენი ინტერაქტივის მიხედვით ჯერჯერობით ლიდერობს ის პოზიცია რომ ეკლესია უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. რამდენიმე წუთში ეთერში ვართ. უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში, ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. განვაგრძობ დისკუსიას. მე მინდა კიდევ ერთი შეკითხვა დავსვა. ეხლა მამა ელიზბარი საუბრობდა იმაზე, რომ დაუშვათ კარგი იქნებოდაო, რომ საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო მართლმადიდებელი სასულიერო პირების ფრაქცია. არ ვიცი რომელიმე თქვენგანი ამ პოზიციას იზიარებ თუ არა. გიორგი მელაძე მინდა კვლავ ჩავთო პირდაპირ ეთერში. გიორგი, როდესაც ჩვენ საუბრობთ პოლიტიკაში ეკლესიის ჩარევაზე, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოასწრებდით ანონსი რომ გენახათ გვიან შემოგვიერთდით. მხედველობაში გვაქვს აი დაუშვათ რაღაც ერთიან მეორე პარტიის სიმბოლიკით აღჭურვილი სასულიერო პირები, მოწოდებები რომ დაგმე მიშა, დაუშვათ მიშა კარგია, ბიძინა ცუდია და ასე შემდეგ. აი ასეთი ღია ტიპის მოწოდებები რამდენად არის თქვენთვის მისაღები? ზოგადად, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში, მე მაგალითად გაგახსენებთ, როდესაც იყო კარვების აქციები თბილისში, მაპატიეთ საკნების აქციები რამდენიმე წლის წინ, მთელი ეს მსვლელობა კვლავ დასრულდა სამების ტაძარში. ანუ ყოველთვის დომინანტი არის ხოლმე, ან მოლოდინი არის ხოლმე, რომ მთავარი სიტყვა უნდა წამოვიდეს ეკლესიისგან. ამ წყევლის პარალელურად, როდესაც საპატრიარქომ გაავრცელა თავისი განცხადება არქიმანდრიტთან დაკავშირებით, იქ იყო ნათქვამი, რომ ამ ადამიანს სასულიერო პირს არქიმანდრიტ ბართლომეს ამოძრავებდა ქვეყნის სიყვარული, მაგრამ ვინაიდან ეს უკვე მოხდა მეორედ, ამიტომ დაედო მას ეპიდემია. გისმენთ? მოდით ესე ვთქვათ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი, არც თუ ისე მცირე ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას სხვადასხვა საკითხებზე და სწორედ ამიტომ არის მისი პოზიცია, ვთქვათ, დღესაც ხშირ შემთხვევაში და სხვა საჯარო დისკუსიებშიც განხილვის საგანი. მე როდესაც საუბრობდი ეკლესიის პოლიტიკაში მონაწილეობაზე, ძალიან კონკრეტულად ვთქვი, ეს მონაწილეობა საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც იღებს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების კანონების სახეს და ჩვენ ეს რამდენჯერმე ვნახეთ, ახლა რა ვიცი, თუ გნებავთ მარტივ დემონსტრაციას მოვახდენ ფაქტისა, რამდენიმე ათეული ათასის ღირებულების საჩუქარი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც პატრიარქმა მას მიართვა, მაგალითად არ ჩაითვალა საჩუქრად, ხო? ანუ კანონი არ შეეხო ამ თემას. ეს არის მე მგონი დიდი პრობლემა, როდესაც ეკლესია გადის არსებული კანონმდებლობის ფარგლებიდან და ჩვენ გვიწევს ვიფიქროთ იმაზე, არსებობს ის კანონ გარეშე, კანონზე ზემოთ, ემორჩილება რაღაცაში არ ემორჩილება და საერთოდ რა ადგილს პოულობს ის დღევანდელ ქართულ კონსტიტუციურ სივრცეში, ხო? ეს არის მე მგონი აქტუალური. ეხლა რაც შეეხება იმას ეპისკოპოსი დაწყევლის ვინმეს თუ დალოცავს, ეს მოდით ეკლესიამ თავისი შიდა კანონიკური წესებით გაარჩიოს, იმიტომ რომ ეს ეპისკოპოსიც ერთი წევრია კონკრეტული ეკლესიის და ამ ეკლესიას შიგნით დარწმუნებული ვარ თავის სამართალში აქვს წესრიგი, რომლითაც დააკისრეს კიდეც ამ არქიმანდრიტს, ეს იყო ოფიციალური პოზიცია საპატრიარქოს. ეს ნებისმიერი ფორმით შეიძლება ეკლესიამ გამოხატოს თავისი პოზიცია, გნებავთ დასჯით, გნებავთ მოწონებით, მე ხა წავიკითხე იქ პოზიცია რაც იყო და
პრინციპში ცოტა ვერც კი გავიგე, იმიტომ რომ მე არც მესმის კანონიკური სამართალი, მე არ ვიცი ეკლესიის შიდა წესრიგი, იქ ეწერა ესეთი რამ, რომ ესე იგი ეს გააკეთა ნებართვის გარეშე, ანუ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ნებართვით წყევლა შეიძლება. დიდი მადლობა გიორგი, ნანა დევდარიანთან მინდა გადავიდე, გააგრძელეთ თემა ქალბატონ ნანა. ნებართვით წყევლა, განცდა დარჩა ძალიან ბევრ ადამიანს, ასეთი მე ასევე Facebook შეფასებებს. პრემიერ-მინისტრს საჩუქრად თუ არ შეეთვალა ეკლესიისგან მისთვის ჩუქებული ნაჩუქარი რაიმე ნივთი, ეს რატო არის ეკლესიის პრობლემა არ მესმის. ჩვენ გვაქვს ქონებრივი სახელმწიფოს პრობლემა არის ეს, თუ არ ჩაითვალა და აქ ახლა დავარნებოთ ეკლესიას ამ წუთში თავი, ხო? თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს მსოფლიო ეკლესიების და სხვადასხვა დენომინაციების წესიც არის, ასე ვთქვათ, საჩუქრების გაცვლა და დამეთანხმება მამალ ალექსანდრე, რომ ეს ნამდვილად ასე. ეხლა მეორე, ეხლა ჩაერიოს თუ არა პოლიტიკაში ეკლესია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხალხი და ქვეყანა დაიღალა მებრძოლი ათეიზმისგან ჯერ 70 წლის განმავლობაში და ბოლო წლებშიც არ გვაკლია ეს გამოვლენებები. და ამიტომ ხანდახან ადამიანები ზუსტად პირიქით მოქმედებენ და ფიქრობენ, რომ რა კი საერო პოლიტიკოსებმა თავი ვერ გამოიჩინეს, თავი ვერ გაართვეს, შეირწყვინეს და ასე შემდეგ, იქნება და ეკლესიამ გვიშველოს. ამაში არაფერი უცნაური არ არის, მით უმეტეს თუ გადავხედათ ჩვენ ისტორიას და მამა ელიზბარმა ჩამოთვალა ისეთი მაგალითები, რომელიც ყველა ქართველმა ბავშვობიდან იცის. და ამიტომ იმედი ეკლესიისა, რომ იქიდან მეტი შველა და ხსნა იქნება, ამაში არაფერი უცნაური არ არის. თუმცა მე მაგალითად პირდაპირ ჩარევას პოლიტიკაში ვერც მივესალმები და არც ვხედავ რომ ეს ასეა. ვერ ხედავ. მე იმიტომ რომ ეკლესიის საჭიროებელი არის პატრიარქი. პატრიარქის ყოველი განცხადება არის მხოლოდ შეგონება მრევლისკენ ან პოლიტიკოსებისკენ, რომლებიც ასევე ან წარმოადგენენ მრევლს, ან ამ ქვეყნის მოქალაქეები და მმართველები არიან, მაგრამ აი დაუკვირდით ბოლო განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მას არავისთვის არ დაუჭერია, მხარი მან თქვა, ხმა მიეცით მას, ვისაც ჩათვლეთ ღირსეული. დიდი მადლობა, ბატონო დათო, განაგრძეთ თემა თუ შეიძლება. მე შემიძლია ერთი რამ თქვა ამასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა პრეცედენტები უახლეს ისტორიაში, როდესაც სასულიერო იერარქები იყვნენ ქვეყნის მეთაურები. მაგალითად, აი გაგვახსენდება საბერძნეთი მაგალითად. მაგრამ კვიპროსი უბრალოდ ამან მოიტანა ძალიან უარყოფითი შედეგები, რადგანაც სასულიერო პირს აქვს თავისი კონკრეტულად განსაზღვრული ფუნქციები. ის არ შეიძლება იყოს ამავდროულად მღვდელი, ატარებდეს ღვთისმსახურებას და მეორე შემთხვევაში ის პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს. მე უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ჩვენი ეკლესია, რამდენადაც მე ვიცი ვისი პოზიცია და უწმინდესი პოზიციაც ვიცი, ისინი წინააღმდეგნი არიან ამისი. მათ არ სურთ, რომ ის კი არა, რომ პოლიტიკაში იყვნენ სასულიერო პირები, მათ ისიც კი არ სურთ, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა იყოს ერთადერთი დომინანტური რელიგია, როგორც საბერძნეთშია მაგალითად. არსებობს ისრაელის მაგალითი, სადაც ქნესეთში, პარლამენტში არის სპეციალური რელიგიური წარმომადგენლების ორთოდოქსების იქაური ჯგუფი და ძალიან გავლენიანი ხალხია ისინი. რელიგიის სამინისტრო არსებობს ისრაელში. ესეთი მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი ეკლესიის წყაროებზე დაყრდნობით, საპატრიარქოსთან მიმართებაში ვამბობ ამას, იქ ესეთი საკითხები არ განიხილება და ქალბატონ ნანას დავეთანხმები იმაში, რომ კი პატრიარქი უწმინდესი გამობრძანდება ხოლმე ამბიონიდან და ის ძალიან მოგრძალებულად რეკომენდაციას მისცემს ხოლმე ერთს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება გადაწყვეტოს. მაგრამ ჩვენ ხომ მხოლოდ პატრიარქზე არ ვსაუბრობ, დაუშვათ საპატრიარქოსი არ იყო ის განცხადება, ქეთა ითხოვს ძალიან დიდი ხანია სიტყვას და გადავალ მასთან. ანუ არ იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს ვნახეთ, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებული, ისევ მე იმ ქველმოქმედების საკითხს დაუბრუნდები, მაგრამ როდესაც დაუშვათ საპატრიარქოს წარმომადგენლის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადება, ეს ავტომატურად არ იწვევს პრობლემას. ეს პრობლემას იწვევს რატო? იმიტომ რომ დეკანოზე მიქაელ ბოტკოველი ძალიან პატივს ჩვენ მას შევთავაზეთ ასევე პატივისცემას ვადასტურებ მის მიმართ, მაგრამ მან უარი განაცხადა მონაწილეობას. ძალიან კარგი პიროვნება, კარგი ადამიანი, კარგი სასულიერო პირი, მე ასე ვიცნობ მას პირადად, მაგრამ მამა მიქაელს უნდა ახსოვდეს ერთი რამ, რომ ის არის ეკლესიის, ქართული ეკლესიის დებულებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი და მას შეუძლია ყოველთვის გააკეთოს ის განცხადებები, რაც ევალება მას. ის არის სპიკერი ოფიციალური. კი ბატონო, იტყვით რამეს მამაო და ქეთას უნდა მეუწეს სიტყვა. ამიტომ აღიქმება ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად, როდესაც ის რამეს ამბობს. აი მე ამის თქმა მინდა. თუ დაუშვათ
მამა ალექსანდრე რაიმე განცხადებას გააკეთებს, აქ შეიძლება პრობლემა არ იყოს, იმიტომ რომ მან შეიძლება თქვას, რომ ეს მისი პირადი აზრი არის. კარგით, მადლობა დათო. ის არის ასევე მამა მიქაელიცაც გააჩნია პირადი აზრი. ასე რომ ეს არის პირადი აზრი და თქვენ დაადასტურეთ, რომ თვითონაც თქვა, ხომ ეს არის ჩემი პირადი აზრი. თუმცა ეს პოლიტიკა თუ ესე უბრუნდებით ამ პოლიტიკას და უამრავი მაგალითი გვახსენდება ხო საქართველოს ისტორიიდანაც. ეხლა მაგალითად არსებობს კრიტიკული მომენტები, როცა ადამიანი უნდა ჩაერიოს ამა თუ იმ დროს პოლიტიკაში, მაგალითად პოლიტიკა იგივე გვახსოვს ჩვენ როდესაც კარვების პერიოდი იყო, აი ამბროსი ხელაიას გაგახსენე. პატრიარქი გამოვიდა პირდაპირ ამბიონზე და ეს მოზღვავებული ძალა და მასა აბსოლუტურად გააბრუნა სახშილობას. 26 მაისს გვახსოვს როგორ დაგვირგვინდა თქვენ გაიხსენეთ. სადაც პატრიარქი რაღაცები მომხდარიყო, ხო? ამბროსი ხელაიას გაგახსენებთ, როცა გენუეს კონფერენციას მიწერა მან საპროტესტო. ესეც პოლიტიკური განცხადება იყო და ამისთვის იგი დაიჭირეს. აი ესეთი მოგწონს. ნამდვილად როცა ერის გადარჩენის და ყოფნა არ ყოფნის საკითხს ეხება და მე ვხედავდი ამბროსი ხელაიას წინაშე როგორც ჩვენი ყოფილი პატრიარქის, მაგრამ აი ეს განცხადებები, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% კი არა 40%-ია ოკუპირებული და გუნდრუქს უკმევთ რუსეთს, ეს ნამდვილად არ არის მისასალმებელი და უფრო მეტიც ჩემი კარგით, ამაზე მე ვიცავ. ნუ როგორ დავასრულე ხა? ეხლავე, კეთა. ეს ქალბატონის მუდმივად ისვრის რაღაცებს ბრალდებებს და ნუ მისი პროფესია რომ იყოს ბრალდებელი. კი ბატონო, გქონდეთ ეს. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან მოქალაქეები და კერძო შემთხვევას, ნუ განვაზოგადებთ ეკლესიისა. არის კერძო შემთხვევა, რომელიღაცა მოძღვარმა გადაიცვა ესა თუ ის მაიკა. ეს არის მისი პიროვნული. თქვენ ეს მოგწონთ? მე მაგალითად, მე ჩემსას ვიტყვი. იყო კრიტიკული მომენტი 7 ნოემბერს, ეს გაიხსენეთ. და ვიყავი ჩემს ექტაზარში, სადაც უყურებდი, როგორ არბევდნენ ხალხს, უმოწყალოდ ცემდნენ. ჩემი ტაძარი ახლოს არის ამ რუსთაველთან და გავიქეცი რათა ხალხთან დაუდგარიყავით ხალხი. ეს პოლიტიკური აქტია ჩემგან თუ რა არის? თუ არა, როგორ არ არის? გეკითხებით მამა, არა. ანუ მე მეგონა რომ რაღაც უარყოფით კონტექსტში მე მისვავდით ამ ეს უნდა გაგეკეთებინათ. როდესაც თქვენ ხედავდით რომ ადამიანებს არბევდნენ, ეს პოლიტიკური აქტი კი არ იყო, ეს იყო ალბათ ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება, ხო? შემდეგ ეს იგივე ადამიანები არაერთხელ არბევდნენ. იგივე ადამიანები ციხეებში რასაკეთებდნენ ხედავდნენ და ეს ზღვარი იყო კრიტიკული, როცა ადამიანებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. თუმცა არასდროს და ჩემბრელს თუ დაგიდასტურებენ, არასდროს არ მეთქოს ვის მისცემთ ხმას. ჩვენ გვჯერათ თქვენი ბრების და მოძღვარმა თქვა სწორედ, ვინც არჩევნები გააყალბოსო და იწყებს რაღაცა არასწორი ფორმა, რო ამბობს რომ არჩევნებს გაყალბება არ შეიძლება. არასწორი ფორმა, როცა ადამიანი ამბობს რომ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ და აფიქსიროთ თქვენი აზრი და თქვათ გააკეთოთ არჩევანი არა მერკანტილურად, პირადი. და დაგმემიშა არა, ეს დაგმემიშა და ეს არის კერძო შემთხვევები და ნუ განაგაზოგადოთ ეკლესია. დიდი მადლობა მამაო, კეთა გისმენთ. ეს კერძო შემთხვევები იყო ძალიან ბევრი. რამდენი 5 ამოკრიფოს 20 წლის მუშაობა, 20 წელია თავისუფლების ინსტიტუტი მუშაობს რომ რაღაცა ამოიღოს და ამოიღოს 5 კაცი. თავისუფლების ინსტიტუტი ნუ რაღაც გავსი ამორფული ორგანიზაცია. ამორფული ნაკლებად ცოტაში. აბა თავისუფლება ქვია და ამ დროს თავისუფალ სიტყვას თვითონ ებრძვის. აი რითი ებრძვის? რისი ებრძვის და 7 ნოემბერს გააჩანაგეს საქართველოს. 9 წელს მანძილზე იმპერიის შემთხვევა იყო. ჩაკეტეს და ხალხი უმოწყალეცემოს და შემოაგდეს. თავისუფლების ინსტიტუტმა? idea იდეოლოგი იყო იმ ხელისუფლების ეხლა რადგან ლეგალური სპორტი და ეს არის. თუ შეიძლება კეთას მოუსმენთ. ეხა ძალიან ზედმეტია ეს უკვე მართლა. არ არის იდეოლოგია. უხერხული. თავისუფლების რა ვინ იყო იდეოლოგი? თქვენ იცით იქ რა ხდება და არ მაინტერესებს ახლა. თუ შეიძლება მოусმინოთ კეთა გაბიანს და ისინი სააკაშვილის ხელისუფლებას მოგცემ სიტყვას, შემდეგი სიტყვა თქვენია, თუ შეიძლება. ეს არის უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, თქვენ ვერ უშვებთ ალბათ ამის ალბათ მოსმენ არსებობენ ადამიანები და ვიცით რომ ეს ერთი სხეულია მიხეილ სააკაშვილი და თეატრი სხვა ჩვენს ამას წინათ ამ სხეულს მინდა გავწევრიეთ ნაციონალურ მოძრაობაში ჰიტლერი ფრანკო არ გვინდა ეს რაღაცა ისინი რომ ისინი ვიღაცის იდეოლოგი რომ ეს მართლა ძალიან არაპროფესიონალური ძალიან ზედაპირული მსჯელობაა და უამრავი ხალხი ამას ისმენს ეს პროფესიის ეს პროფესიონალიზმი
ვარდი, იმიტომ რომ ყველაფერს ამას ჭირდება რაღაცა დასტური და ფაქტები, რომლებიც არ არსებობს. ხო, რეალურად ადამიანს აბრალებს რაღაცა გაუპატიურებას უაპელაციოდ. ვაიმე, ციხეში იჯდა და უცრომას არაფერი არ დაუშავებდა. ადამიანის დანაშაულს და არადანაშაულობას ადგენს სასამართლო. სადგენილი იყო და იჯდა. რო დაადგენს მე всё. მოიტანეთ დოკუმენტი და გვაჩვენეთ. კი ბატონო. ამოიღეთ არქივიდან დოკუმენტი. მოიწევთ სასამართლოში ხო არა. ძალიან გიყურებს უამრავი ადამიანი და ნუ ჩავაყენებთ იმ ადამიანებს უხელო მდგომარეობაში, ხო? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სულ სხვა თემაზე და გადავედით ახლა რაღაცაზე, რასაც ბოლო არ აქვს. ანუ ვისი თქმა მინდოდა მე? მარტო ერთ ჯგუფს აქვს ხელშეუხებლობის უფლება და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს, შენიშნავროს და სხვა ყველა დანარჩენი განსაკუთრებით თუ მართლმადიდებელია, ესე იგი ამ ეს უფლებები არ ქონია რა. მე ეს არ მithქვავს ამ შემთხვევაში, მე ვთქვი რომ ჩვენი ახლა აყალმაყალი აქ ჩააგდებს უხერხულ მდგომარეობაში მაყურებელს, რომელსაც ისეს ნერვები არ აქვს. რა ვიცი, წლებია მართლმადიდებლობას ლანძღავენ. ну თქვენ არ გეტყვით მაგას, მაგრამ და უცებ თავისუფლების ინსტიტუტზე რაღაც კრიტიკული თქვი და ატყდა ერთი ამბავი და დააცვა რა მოხდა. არა, მოიცეთ ერთ მართლმადიდებლობას არავინ არ ლანძღავს, მოდით ესე ვთქვათ. მე მართლმადიდებლობის ლანძღვა არ მომისმენია. მე შეიძლება ყოველ რაღაც შემთხვევაში მოსმენილი მქონდეს კონკრეტული არაკარგად მოქცეული მართლმადიდებლობის წარმომადგენლების კრიტიკა და სერიოზული კრიტიკას არაერთხელ და მე მინდა გითხრათ რომ არა, კონკრეტულ შემთხვევაში. არა, არცეთი არ დაგისახელებია. მართლმადიდებლობას არავინ არ ლანძღავს, მოდი ძალიან გთხოვთ ახლა. ეს არის დაუშვებელი ესეთი რაღაცის დაბრალება. მართლმადიდებლობას არავინ არ ლანძღავს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არიან ადამიანები შიგნით, რომლებიც იქცევენ უღირსად ეკლესია არის თუ არა მართლმადიდებლობის წარმომადგენელი? ცხადია, მაგრამ თვითონ თქვით ლანძღავენ თუ არა ეკლესიას, ნუ ქალბატონი თია ლანძღავს თუ არა ეკლესიას? არ ლანძღავს? ვითარ კითხოთ თვითონ. კითხავ რა თუ თეასგან არ მოგისმენიათ ლანძღვა? ეკლესიის ლანძღვაზე აქ არ ლაპარაკი კონკრეტულ შემთხვევებზე, რაც რეალურად მართლა იმსახურებს კრიტიკას არა მარტო თეასგან, არამედ როგორც გაირკვა თავად ეს პატრიარქოსგან, როგორც აი გუშინ თუ დღეს გაირკვა, ხო? ამიტომ მოდით რა ახლა ისევ და ისევ გადავდივართ რაღაცა სირცხვილია. მე ისი თქმა მინდოდა და ყველას დამშვიდება რა მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ხა რაც აქ ხდება, ხო? ეს არის როგორ გითხრათ, აი პროცესი, დადუღების პროცესი, რომელიც ახლა აქ მიდის, ეს ძალიან მალე ყველაფერი ძალიან კარგად დაალაგდება, ძალიან კარგად დადუღდება და რატომ? და რამაძლევს მე ამის მტკიცების, როგორ გითხრათ, აი აპრიორი ნამდვილად რო ვიცი რომ ეს, იმიტომ რომ ეს არის 21 საუკუნე, ეს არის მე-12, ეს არის მე-13, ეს არის მე-14, ეს არის 21 საუკუნე, ეს არის დრო, როდესაც უკვე ფაქტიურად ყველა, როგორ გითხრათ, ყველა წინააღმდეგობა იდეებს შორის მიდის ტუპიკამდე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საერთოდ არა, ჩვენ არაფერ დილემაც აღარა გვაქვს. ჩვენ გვაქვს რეალურად დარჩენილი ის, რომ ადამიანებს, ვისაც რა შეუძლია პიროვნულად საკუთარ თავში განავითაროს, საუკეთესო მხარეები, იქნება ეს რწმენა, იქნება ეს ვაცდი თემას რასაც. არა, არასწორად. მე მინდა რომ ეს ყველაფერი მაინც არ დამთავრდეს კივით. კონსენსუსამდე მივიდით, არა, ჩვენ კონსენსუსამდე მისულები ვართ, ჩათვალეთ, იმიტომ რომ ამ საუკუნეში ჩვენ სხვანაირად ეს არ გამოგვივა. ამიტომ მოდი ყველა დამშვიდდეთ. ერთმანეთის ლანძღვის, თათხვის, მაგივრად. ეს ჯანსაღი კრიტიკა, პოლემიკა, ოპონირება თუ რაღაცა კონკრეტული შემთხვევები იყო, კონკრეტული ადამიანების ქმედების, რომლებიც ეკუთვნიან ალბათ ეკლესიას. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს არა ეკლესიის პრობლემა, არამედ ესაც ცალკეული პირობა. მართლმადიდებლობის და რწმენის ლანძღვას და მე ვიქნები პირველი. როგორ გეკადრე? დაიცავთ ამას. რომ ეს კონკრეტულ ადამიანისკენ იყოს მიმართული ეს კრიტიკა და არა ეკლესიის. მე ჩემდა თავად, ჩემ თავზე შემიძლია პასუხი ვაგო და მე ამაზე ყოველთვის პასუხს ვაგებ, ანუ ჩემი სიტყვა სხვანაირი თუკისადმე გაიგონებთ პირველ თოფი თქვენ მესროლებს. კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ცალკეული იდენტობის წევრის კრიტიკა არ შეიძლება, ხო? არა, როგორ შეიძლება? რა მიზეზით აკრიტიკებენ? არა, რა მიზეზით აკრიტიკებენ ხა აი ამ ადამიანს, რომელსაც უნდა რომ დაეხმაროს კონკრეტული მამაო გააკრიტიკოს.
პრაქტიკულად. არა, სხვადასხვა ღირებულებების ადამიანს უნდა რომ დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ცივად ქუჩაში ხახო. ეს ძალიან კარგი, თუ შეიძლება. თუ შეიძლება. ადამიანი დღეს ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში, დიახ, ეს უნდა მეთქვა. ხვა თვითონ. კარგით, მოდით შოთას მივცემ სიტყვას. სოციალური მუშაკია, ჯერთი ასაკიც არ ვიცით იმის ხო 40 წლის არის. არა, პატარა. დიდი მადლობა. ლაპარაკობთ ხა რაც არის ლაპარაკობთ, იმიტომ ლაპარაკობთ, რომ ადამიანი უცებ გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამიწა რგვალია. და ესე არ არის, იციან მანამდე ადამიანებმა, რომ დედამიწა არის რგვალი. რატო ამბობთ, ხო იცით რომ ესე არ არის. კარგით. როგორ არ არის ესია? ძალიან დიდი მადლობა შოთას რგვალია კი. შოთას ვაძლევ შემდეგ სიტყვას გისმენთ. ისევ საკითხს თუ რამდენად ესე ვთქვათ უნდა ერეოდეს და რა როლი და რა წილი უნდა ქონდეს ეკლესიას პოლიტიკაში. დავიწყებ იმით, რომ მხოლოდ ესე ვთქვათ, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ესე ვთქვათ, ამ სასულიერო პირის წყევლა მამა ალექსანდრემაც თქვა რომ ეს არა მე არ მომეწონა და მე არანაირი წყევლა არ მომწონს და არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ მომწონს და აგრესიული არ მომწონს არც საკითხის მიმართ მაგრამ რატო ხდება ესე ვთქვათ ესეთი აჟიოტაჟის საფუძველი მაშინ როცა ეს არის მართლაც ინდივიდის განცხადება და ინდივიდის დამოკიდებულება ესე ვთქვათ ძალიან ბევრი შემთხვევა გქონდა 9 წლის მანძილზე სააკაშვილის ხელისუფლების და მათი ლობისტების მხრიდან უამრავი უმსგავსობის ესე ვთქვათ არა განცხადებების არამედ ქმედებების განხორციელება გქონდა სახეზე, მაგრამ ეს არ შეშფოთებულა არავინ ამაზე, არ გამოსულან ესე ვთქვათ, კვლელობებზე 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებით და არ ამტყნარა ესეთი ამბავი იმ ადამიანების მხრიდან, რომელი ადამიანებიც დღეს აი ამ კონკრეტულ განცხადებაზე აკეთებენ ესე ვთქვათ, ესეთ აპელირებას და ეხლა გავაგრძელებ და ვიტყვი რატომ არის ეკლესია ესეთი აქტიური. დღემდე სამწუხაროდ საქართველოს სახელმწიფო ვერ შედგა როგორც სახელმწიფო, ჩვენ ვერ შევდექით, რომ ვერც ერთ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ფორმაციაში ვერ ჯდებით, ამიტომაც რაღაც გარკვეულ ამოცანების განხორციელება და გადაწყვეტა უწევს ეკლესიას. აი იგივე ავიღოთ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, როდესაც ხალხი იძულებული ხდებოდა, რომ მისულიყო იგივე 26 მაისს ესე ვთქვათ, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქისგან ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ესე ვთქვათ, ხდიან ეკლესიას პოლიტიზირებულ, საყენებელი ფაქტის წინაშე 7 ნოემბერს, როდესაც უმოწყალოდ ხალხი ცემეს და მოკლეს ეკლესიაში შევარდა ეს ხალხი და იქ სასულიერო პირებისგან, ესე ვთქვათ, იძულებულები გახდნენ სასულიერო პირებს დაეცვათ. თავის სახელმწიფოც კი არა და სამართლდამცავ ორგანოებს, რომლებიც მათ დევნიდნენ, არამედ ეკლესია გახდა ამ ადამიანების, ესე ვთქვათ, დამცველი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და უამრავი ესეთი შემთხვევა, ანუ თვითონ ხდება ეკლესია პოლიტიზირებული, იმიტომ რომ მუდმივად საქართველოს სახელმწიფო ვერ შედგა, მუდმივ ინფანტილურ მდგომარეობაში იმყოფება. ეხლა რაც შეეხება თვითონ ჩვენს წარსულს და ისტორიას, თვითონ ჩვენ საქართველოს ესე ვთქვათ, იყო სახელმწიფო, რომელიც ესე ვთქვათ, შეადგენდა და შეადგენს ბიზანტიური კულტურის ცივილიზაციის ნაწილს და ეს სინერგიულობა მონარქიაში ჩვენთან თვითონ ეკლესიის და სახელმწიფო მმართველობის ფორმა იყო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასევე ავიღოთ დასავლეთის პრეცედენტი და გადავალოთ თვალი ესე ვთქვათ, თუ რა როლი აქვს რელიგიურობას სახელმწიფო სიძლიერეში და ისეთი სახელმწიფოსი ვთქვათ, როგორც არის საქართველო. აი ავიღოთ პატრიკ ჯეი ბუკეკერის ესე ვთქვათ, ნაწარმოები დასავლეთის სიკვდილი, სადაც ის ამბობს ამ წიგნში, რომ ამერიკის ძლიერება ორ ფაქტორზე იყოს დამყარებული, ეს იყო ანგლოსაქსონური ქრისტიანული ფასეულობები. რითაც ძლიერი არის ამერიკა, ეს არის დასავლეთის პრეცედენტი, ასევე შეგვიძლია გერმანია მოვიყვანოთ, რომელიც არის რელიგიური სახელმწიფო, მეტად რელიგიური არის და იქ პირდაპირ განათლების სისტემაშიც კი ესე ვთქვათ ერევიან ეს პროტესტანტული თუ კათოლიკური მიმდინარეობები და ეს არ არის იქ ესე ვთქვათ შფოთის საფუძველი არ იქოლება კონსერვატიზმი, ტრადიციონალიზმი და ასე შემდეგ. დიდი მადლობა შოთა, მადლობა. პრობლემა არ არის სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც იგივე უფლებები აქვს აბსოლუტურად. ამის მიმართ ჩვენ პირიქით უნდა მივესალმოთ რომ რელიგიურობის ფაქტორი და ქრისტიანული ფილოსოფია, ქრისტიანული სივრცე თუ იქნება ძლიერი საქართველოს სახელმწიფო შედგება. დიდი მადლობა. შედგება თუ ამის სირგულე ფაქტი იმისა, რომ ყველანაირი კვლევები ეკლესია არის პირველ ადგილზე და ნობის რეიტინგებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის პირველ ადგილზე, ეს უკვე საქართველოში ეკლესიისადმი დამოკიდებულებას ნიშნავს. სხვა შორის ძალიან საინტერესოდ ნაწილდება პროცენტები ჩვენს ინტერაქტივში, უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში, მაყურებლის 83% ამბობს რომ კი. აქვე დავზნე რომ აი რა ელიზბარის მიერ გაკეთებული განცხადება ის რომ პარლამენტში იყოს მსგავსი წარმომადგენელი, ეს ჩემთვის არის მიუღებელი, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვსაჭიროებთ როგორც სახელმწიფო. ეს სხვა ტრადიციული თეა თუთბერიძე განაგზობს თემას, თუ შეიძლება გისმენთ. მე მაქვს თხოვნა ჩვენ სტუმრებთან, იქნებ მე ძალიან ბევრ რამეზე ვიკავებდი თავს, ესეთი 7 ალბათ არ ყოფილვარ
ხშირად გადაცემებში და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი განცხადებები იყოს მიუღებელი, ძალიან გთხოვთ არ გამაწყვეტინოთ. პირველი მინდა დავიწყო იმით, რომ სამწუხაროდ როგორც ჩანს აქ არა მხოლოდ ჩემი ნათქვამების ამ გადაცემაში ან ზოგადად ან გიორგი მელაძის გამონათქვამის და ასე შემდეგ გაგების პრობლემა, როგორც ხვდები, ანუ გაახქმის და დასკვნების გამოტანის ეს პრობლემა გამოჩნდა. ჩემთვის მიუღებელი არის ეკლესიის და მართლმადიდებლობის თემით სპეკულირება, უკაცრავად. ჩემთვის მიუღებელია, აქ რამოდენიმე თემას მინდა შევეხო, ეკლესიის და მართლმადიდებლობის თემით სპეკულირება ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან. აქ ამაზე იყო საუბარი და არა მხოლოდ ის არის მიუღებელი, რომ ეკლესია ერეოდეს პოლიტიკაში, არამედ მიუღებელია ის, რომ პოლიტიკა ერეოდეს ეკლესიის შიგნით. აქ მამა ალექსანდრე მისაუბრა, რომ კონკორდატით განსაზღვრება, რომ სასულიერო პირებს რისი უფლება აქვს და რისი არა. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ სწორედ პრობლემა ის არის, რომ სასულიერო პირები არ ღვევენ ხოლმე ამ კონკორდატს. პოლიტიკოსების ბრალიც არის სხვათა შორის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემთვის ისევე როგორც აი ეს ყველაფერი, რაზედაც დღეს ჩვენ აქ ვსაუბრობთ, არის მიუღებელი, ასევე მიუღებელი არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თუ სხვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ეკლესიის თემით გამოყენება და სპეკულირება. წინასაარჩევნოდ გაქცევები ეკლესიაში და პირჯვრის წერა კამერების და ტელევიზიების თანდასწრებით, სანთლების ანთება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის დასაგმობი ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის მხრიდან სპეკულირება ეკლესიის თემით და მართლმადიდებლობის და სხვათა შორის. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდია, რომ ამის უფლებას აძლევს ეკლესია პოლიტიკოსებს. რაც შეეხება მესამე თემას, უკაცრავად, არა, არა, ამ შემთხვევაში ექიმიც, შეიძლება ამაზე გაკეთდეს, ამაზე ხარ, ვიკამათებთ, შესაძლებელი არის აქ მოინახოს გარკვეული ფორმები, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ეკლესიის თემის და მართლმადიდებლობის თემის გამოყენება პოლიტიკოსების მხრიდან. რაც შეეხება უკაცრავად, ეხლა არ უნდა მოუწოდოთ, აი ეგ არის პრობლემა, უნდა მოუწოდოთ, რომ არავინ არ უნდა მოძღვრებს. კი ბატონო, დავასრულებ, შეიძლება მე არ დამისრულებია, ბოდიში გიხდით. მე მიმაჩნია, რომ გარკვეული შეზღუდვები აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის თვალსაზრისითაც მათ შორის გარკვეული პროფესიის მქონე ადამიანებს. ესენი არა მხოლოდ სასულიერო პირები არიან, არამედ არიან მაგალითად მოსამართლეები, რომლებიც ვერ გამოვლენ და საჯარო განცხადებებს ვერ გააკეთებენ, ვერ დააფიქსირებენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს და ეს არის აბსოლუტურად ნორმალურ განვითარებად სახელმწიფოში. მესამე, აქ მარტო 17 მაისზე რატო ვსაუბრობთ, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. თითქოს ანუ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს და პროვოკაცია მოეწყო 17 მაისს და ამ პროვოკაციას უკაცრავად ბოდიშით. თითქოს და უკაცრავად აუცილებლად დამაცადეთ ერთი წუთით. თითქოს და ამ პროვოკაციას წამოეგო მართლმადიდებლური ეკლესია. მოდით გავიხსენოთ იგივე რელიგიური ორგანიზაციების შესახებ სტატუსის განსაზღვრაზე რომ მიდიოდა საუბარი და ამ თემას რა მოყვა და როგორ გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში და შალვა რამიშვილი თქვენი კოლეგა მიდიოდა ამ ადამიანებთან და ეკითხებოდა რას აპროტესტებთ რო ხართ გამოსული და კაციშვილს არ ქონდა იქიდან 90% როგორც მინიმუმ წაკითხული რას აპროტესტებდნენ. კიდევ ერთი აქ მამა ელიზბარმა ძალიან ესე ახსენა რომ ანუ ჩემთან დაკავშირებით რომ ბაჩუ ახალაიას მიმართ მოკლედ მისი გაკეთებული განცხადება ის შეფასება რაც მე გააკეთა ეს მე არ მიკვირს ეს არის ბუნებრივი იმიტომ რომ ეს ადამიანები კონკრეტულად მამა ელიზბარზე არ მაქვს საუბარი მაგრამ სასულიერო პირები აკურთხებდნენ ძალიან ხშირად მათ შორის კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ აშენებულ შენობებს იმ შენობებს, რომლებიც ადამიანების გაუბედურების ხარჯზე ნაშოვნი ფულით იყო ნაშენები ღვთის სახლებად. მე ვფიქრობ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ არ ჭირდება ღმერთს ვიღაცის უბედურების ხარჯზე ნაშოვნი ფულით აშენებული შენობების ღვთის სახლად კურთხება და ესეც ასევე მიუღებელი. ერთი წუთით უკაცრავ, არ დავისრულები. მე გისმენდით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამაში არ გეთანხმებით. თქვენ ვერ გაიგეთ სამწუხაროდ, უკაცრავად, ვაგრძელებ. ასევე მართლმადიდებლობა და კონკრეტული, ანუ აქ ჩემზე იყო საუბარი, რომ თითქოს მე ვებრძვი მართლმადიდებლობას.
ჩემო ბატონო, მინდა გითხრათ ყველას და კიდევ ერთხელ გავიმეორო ის რაც მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ სამწუხაროდ არასწორი ინტერპრეტაცია ხდებოდა ამ ყველაფრის, იცევ და ისევ იმის გამო, რომ გადაფარვა ყოფილიყო იმ თემებისა, რომელი თემებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, ის პრობლემები რაც არის ეკლესიის შიგნით. მე ვერ დამიდებს ვერავინ ვერც ერთ ჩემ გამოსვლას, სადაც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იყოს ჩემი გაკეთებული განცხადება. მაგრამ მე მაქვს სრული უფლება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც მათ შორის არ მინდა ეხლა ვისპეკულირო ჩემი რელიგიური კუთვნილებით, მაქვს სრული უფლება, რომ არ მომწონდეს ის რაც ხდება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ერთი წუთით, ერთი წინადადება უნდა ვთქვა კიდევ. მე მაქვს ნამდვილად ვიცი თქვენი მრევლისგან განსხვავებით, მათ შორის ბიბლია, სახარება, მოციქულთა წერილები, წაკითხულიც რომ არ აქვს და ის გონიათ მართლმადიდებლობა, რომ მილბიან ეკლესიებში და ქვაზე თავს ურტყავენ და გარეთ რო გამოდიან და წამალს იკეთებენ და ათას უბედურებას ჩადენ. სულ ერთი წუთით რა თუ შეიძლება. მე მაქვს ასევე სრული უფლება უკაცრავად. მე მაქვს სრული უფლება. არ მომწონდეს ის კონკრეტული სასულიერო პირები. მათ შორის მომწონდეს ამბროსი ხელაია, როგორც ამ ქვეყნის სულიერი მამა და არ მომწონდეს ილია მეორე. სრული უფლება მაქვს ამის. ჩვენ თუ აქ საუბრობთ ისტორიაზე, ჩვენი ქვეყნის, რომელსაც რამოდენიმეჯერ იქნა ხაზგასმული. მოდით იქნება ამ ისტორიიდან ისიც გავიხსენოთ, რომ რუის ურბნისის კრებაც გვახსოვს ამ ისტორიაში. სადაც ვერავინ ვერ იტყვის, რომ დავით აღმაშენებელი იყო ამ ქვეყნის მტერი, რომ ის ებრძოდა ეკლესიას, მაგრამ მან მოაწყო რუის ურბნისის კრება, იქედან გამომდინარე რაც ხდებოდა ეკლესიაში. დიდი მადლობა, მე არ შევაწყვეტინეთ ეს, იმიტომ რომ მთელი გადაიხავე მამაო, მთელი გადაცემის განმავლობაში მართლა მოვახერხეთ ისე, რომ ერთმანეთის საუბარში არ ჩავჭრილიყავით. მამა ალექსანდრეს სურს კომენტარი, გისმენთ. ვიცით რა არის ლაპარაკობს ქალბატონი თეა ისეთ სიმაღლეებზე, რომ ჩვენ აქვს ხდომების გვიჭის გაგება და სამწუხაროდ ეს მართლაც ფაქტია და მეორე ის რომ კარგად იხსენებს რუის ურბნისის კრებას, თურმე ბიბლიაც მინდა წერილი კარგად იცის, ამბროსი ხელაიასაც, მაგრამ თქვენ არ იხსენებთ როგორ მოახდინა რუის ურბნისის კრება დავით აღმაშენებელმა და ვისი ხელით მოახდინა. მას ის არ იყო კრების მეთაური. კრება მოაწყო საეკლესიო დასმა. მეფეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული მოწვევის უფლება და არა გადაწყვეტილების მიღება. ეს უნდა იცოდეთ თქვენ. ყველაფერი კრებს იდო. ასე რომ თქვენ ეკლესიას გარედან ებრძვით. ამიტომაც ძალიან კარგი როცა თქვენ მართლმადიდებელი ვარ ამბობთ, აღიარებთ, მაგრამ რეალურად თქვენი ბრძოლა არის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ეს თქვენი შეფასებით. კი ბატონო, არ შეიძლება რომ ჩემი შეფასება ვქო. თქვენ უსმინეთ თქვენს მაღალფარდოვან შეფასებებს. ეხლა მეც მომისმინეთ. ესე იგი, მე მინდა გითხრათ და თუ ამდენი ხალხი გეუნებათ რომ თქვენ ქალბატონო თეა ეკლესიას ებრძვით, იქნებ გაიგოთ და დაინახოთ თქვენი თავი, ებრძვით თუ არა მარტო. არა, როგორ არ ნიშნავს? ადამიანები გეუბნებიან ეკლესიის მსახურები. ყველა მღვდელმსახური, თითქმის ყველა მღვდელმსახური არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს სწორედ ეკლესიის პრობლემაა. ამას ესე შეიძლება დაასრულოს. სამხარეს არის თეა თუთფერიძე, მეორე მხარეს არის ეკლესია, რომელსაც აქვს პრობლემა, რომ ვერ უგებს თეა თუთფერიძეს. კი ბატონო, ესეთი წონადობა იყოს. ეს არის თქვენი კრიტერიუმი, ეს არის თქვენი შესფასება. არსებობს შეფასების კრიტერიუმები. თქვენ კი ხართ პოსტმოდერნისტი, მაგრამ მაინც არსებობს ობიექტური შესაძლებლობის კრიტერიუმები და თქვენ ძალიან შორს ხართ ამ შეფასების. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გადაცემაში რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ და რეკლამის შემდეგ მინდა რომ ჩვენ სტუმრებთან ერთად შევაფასოთ ინტერაქტივი. ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შეკითხვა იყო, როგორ ფიქრობთ, უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში ინტერაქტივის პროცენტები ბატონმა დათომ მითხრა წეღან ძალიან სერიოზულიო დასკვნების გაკეთების საშუალება საფუძველს იძლევაო და სწორედ ეს იქნება ჩვენი ბოლო კითხვა, როგორ მოხდა, როგორ გადანაწილდა პროცენტები და როგორ შეაფასებენ ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შედეგებს ჩვენი სტუმრები. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში ეთერში ვართ. ერთი წუთი ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ბოლო შეკითხვა რომელიც უნდა დავსვათ თითოეულ ჩვენ სტუმართან ინტერაქტივის მიხედვით მასზე უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში ინტერაქტივში პასუხები ასე გადანაწილდა პროცენტების მიხედვით 85% ჩვენი მაყურებლის თვლის რომ ეკლესია უნდა ერეოდეს პოლიტიკაში ხოლო 15%-ის აზრით არა მას ასე ვაფასებთ ინტერაქტივს მამა ელისბარ გისმენთ თუ შეიძლება თქვენი შეფასება
დიდი მადლობა. ეს არის სრულიად ჩემგან მე ამას დადებითად ვაფასებ რა თქმა უნდა და მარტო ჩემი აზრი ეს არ გახლავთ. მე დიდი ხანია ვცდილობ დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის ხანიდან მოდის საქართველოში, რომ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი. არაფრით შეიძლება უსულო ადამიანი იყოს ცოცხალი, ხო? და თუ კი სულიერება აკლია ჩვენს დღევანდელ ქვეყანას, გვამის მდგომარეობაში აღმოჩნდებით სულ მალე. ამიტომ სასულიერო დასი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული, თუნდაც მიბმული პოლიტიკასთან იმით, რასაც მე ვამბობდი, რომ აი სახალხო დამცველის ინსტიტუტი შეიძლება ჩავაბაროთ ეკლესიას. ინგლისის პარლამენტის მაგალითი მოიყვანე. მამა უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, მე არ ვაპირებ ეხლა რომ სხვა კითხვა დავსვა, მაგრამ როდესაც ამბობთ რომ სახალხო დამცველი უნდა ჩაბარდეს ეკლესიას, ამ შემთხვევაში თუ კი დაუშვა დადგებოდა ისევ განსხვავებული შეხედულების ადამიანების უფლებების დაცვა საჭირო, ამ შემთხვევაში როგორ დაიცავდა მაშინ ეკლესია? იგივე იმ ადამიანებს, ვისი ქველმოქმედებაც დღეს ამბობთ, რომ თქვენ წეღან გაიხსენეთ დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული რუის ურბნისის კრება, იქ შეჩვენებულია კრების ოქმი, ამით ვთავრდება, შეჩვენებულია კრებამ, შეჩვენა ყველა არა მართლმადიდებელი, მაგრამ წარმოიდგინეთ, მეფე დავითი შესაშური სიყვარულით ექცეოდა ყველას საქართველოს მაშინდელ მოქალაქეს, მართლმადიდებელსაც და არამართლმადიდებელსაც. ეს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებლური მრწამსის ჰუმანურობის შედეგია, განსხვავებით სხვა კონფესიებისგან. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით, მამაო, ეს ხო მამა ელიზბარი. მე მინდა გიორგი მელაძესთან დავსვა შემდეგი შეკითხვა. თუ შეიძლება გიორგი, რომ ჩვენთან ერთად შეაჯამოთ დღევანდელი ინტერაქტივის შედეგები. 85% ჩვენი მაყურებლის ფიქრობს, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. რა შეიძლება კითხვას იმის გარდა აქვს საკუთარი აზრი და მისი გამოხატვის საშუალება თქვენი ინტერაქტივის მეშვეობით. მე მგონი მნიშვნელოვანი კითხვა არის არა ის, უნდა ერეოდეს თუ არა პოლიტიკაში, არამედ ის, თუ როგორ პატივს ცემს ეკლესია კონსტიტუციურ წესრიგს სახელმწიფოში, რადგან პოლიტიკაში ჩარევა ჩემთვის პირადად ეკლესიის არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ის არის ჩვეულებრივი ინსტიტუცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ თავისი მიზნებით, ამოცანებით. ეხლა ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ 1000 საკითხზე, რომელიც იკვეთება პოლიტიკასთან დაწყებული აბორტის თემით და დამთავრებული კიდევ სხვა საკითხებით, რომელიც ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია და ის რა თქმა უნდა შეეცდება, რომ პოლიტიკაში ჩაერიოს და თქვათ საკუთარი პოზიცია დაიცვას. აქ საუბარი სულ სხვა რამეზეა, მე მგონი, რაც მნიშვნელოვანია, რამდენად დაიცავს ის კონსტიტუციურ წესრიგს პოლიტიკაში თავისი პოზიციების გაძლიერებისას. მადლობა გიორგი, დაგემშვიდობებით, ასევე ძალიან მოკლედ მინდა ვთხოვო თითოეულ თქვენგან შოთა ვიწყებთ თქვენგან ინტერაქტივის პასუხის შეფასებას. რა თქმა უნდა, ინტერაქტივის პასუხი ძალიან საინტერესო არის, იმით ხსნი, რომ ჩვენი საზოგადოება არის რელიგიური საზოგადოება საქართველოში. ეს ამის დასტური არის, რომ ისინი დიდი ინტერესით ადევნებდნენ ახლა თვალყურს ამ გადაცემას და ესე ვთქვათ, შეიძლება ყველა ვერ ხვდებოდეს და უდიდესი ნაწილი ადამიანების თუ კონკრეტულად ესე ვთქვათ, დეტალიზაცია როგორი არის ამ თემის, მაგრამ ისინი თვლიან, რომ ეკლესია პოზიტივის მომტანი იქნება, თუ კი პოლიტიკაში ჩაერევა და ასევე დავძენ იმას, რომ ეს თეოკრატიულობა, ეხლა რასაც მამელიზბარი საუბრობთ, ჩემთვის ეს თეოკრატიული მმართველობის ფორმა თანამედროვე სამყაროში, ასე ვთქვათ, ეს წამგებიანი პოზიცია იქნება საქართველოს და ასევე თიას მინდა, რომ ორი ოდესით უპასუხო. მრევლის მოქმედებებთან დაკავშირებით მრევლზე იყო აქ საუბარი და მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მიუღებელია, როდესაც მხოლოდ ეთიკური დატვირთვა აქვს, ესე ვთქვათ, ეკლესიაში სიარულს და როდესაც ადამიანები ქრისტიანულ ფილოსოფიას და მორალს არ იცნობენ. ჩვენთვისაც მიუღებელი არის ეს. მაგრამ ეს ამითი არ შეიძლება განისაზღვროთ თლიანად ქართული ეკლესიის და საქართველოს ეკლესიის სახე. ძალიან დიდი მადლობა. ქეთა გაბიანს მინდა მივცე სიტყვა. შეფასებისთვის დიახ, ინტერაქტივის. ხადია. ადამიანს თავისუფლება ეკლესიამ არ მის არც ერთმა ეკლესიამ არც ერთმა სარწმუნოებამ პლანეტაზე ადამიანს თავისუფლება მის ღმერთმა როცა გაჩნდა. გამომდინარე აქედან ადამიანებს ამ თავისუფლების შეზღუდვის ჩემი აზრით არავითარი უფლება არ აქვს იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ ის არღოს კანონს. ანუ ჩვენ ისე მივიდივართ კონსტიტუციამდე, ჩვენ ისე მივიდივართ იმამდე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი
წესიერი მეტნაკლებად მაინც ადამიანების სახელმწიფო თუ ამაში დადებით როლს შეახსრულებს ეკლესია იქნება ეს მართლმადიდებლური იქნება ეს ისლამური გაერთიანება იქნება ეს ებრაელების და ასე შემდეგ ანუ არ აქვს მაგას მნიშვნელობა ის ვინც ამ ყველაფერში მიიღებს მონაწილეობას და ადამიანები გახდებიან უკეთესები ვიდრე არიან დღეს უფრო კეთილშობილები უფრო პასუხისმგებლობა მეტი ექნებათ საკუთარი ქვეყნის და ღმერთის წინაშე მე მხოლოდ მივესალმები ყველა შემთხვევაში. ნანა დედარიანი შეაფასებს ჩვენი ინტერაქტივის შედეგებს. მე ვფიქრობ ეს მაღალი პროცენტი პირდაპირ პასუხია იმაზე, რომ ჩვენ ცხოვრობდით უსამართლო სახელმწიფოში და ვაგრძელებთ ცხოვრებას უსამართლო ხელისუფლებაში და სამართლიანობის, სათნოების, სიკეთის განსახიერება ეკლესია მართლმადიდებლური. აი ამას მისცა ინტერაქტივში ხმა ადამიანების უმრავლესობა. დანარჩენი ყველაფერი ელფერს კარგავს, მათ შორის ისიც რომ ამროს ხელაიას პატივისცემ იქიდან გამომდინარეობს პირდაპირ რომ ყველა დანარჩენ პატრიარქსაც პატივი უნდა და დღევანდელის ჩათვლით. მინდა გითხრათ რომ ამროსი ხელაიაზე მეტი გამბედაობა და სიმამაც იჭირდება დღევანდელ პატრიარქს იმისათვის რომ საქართველოს ცოტა თვალში გამოიჩინოს. დიდი მადლობა. მამა მიქაელ ბოტკოველი გვერდება ტელეფონით, იგი სატელეფონო ხაზია. საღამომშვიდობისა, მამაო გისმენთ. საღამომშვიდობისა, დიდი ყურადღებით უსმენთ თქვენს გადაცემას. სამწუხაროა რომ ვერ მიიღეთ მონაწილეობა. სტუდიაში სხვადასხვა ფორმაციის საზოგადოების სხვადასხვა ფენის არომატგებლები ბრძანდებით. ვფიქრობ, რომ ჯანსაღი დიალოგი წარიმართა ამ საკითხთან მიმართებაში და აი ინტერაქტივი ადასტურებს იმას, რასაც მამა ალექსანდრეც ემხრობოდა და რა თქმა უნდა ის რა აზრიც მე დავაფიქსირე დღეს ჩემს კერძო ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტმა მკითხა მე ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით მე რა თქმა უნდა დაუფიქრებლად გავაკეთე შეიძლება ითქვას მკაცრი შეფასება მაგრამ ეს იმკაცრე ხშირ შემთხვევაში ამართლებს რადგანაც ჩვენი საზოგადოება მუდმივად უნდა იყოს მზად და ფხიზლად როდესაც არის ესეთი პრობლემების გამოწევის ახალი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის LGBT ჯგუფის საქმიანობის შესახებ და დღევანდელი ინტერაქტივი ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შეუვალები ვიყოთ, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ერის ზნეობრივ და სულიერ მდგომარეობას. მე კიდევ ერთხელ მინდა პოზიტიურად შევაფასო დღევანდელი გადაცემა და მადლობა გითხრათ კარბატონო ინგა, რომ თქვენ აი ეს თემა ასე კარგად გააშუქეთ და საზოგადოებას დაანახეთ და საზოგადოების აქტიურობამ წარმოაჩინა ამ საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება. დიდი მადლობა, მამაო, ერთი თხოვნა მექნებოდა თქვენთან თუ ისურვებდით, თუ დაგვთანხმდებოდით ხვალინდელ გადაცემაში პირადად მოგიწევდით, მე და თქვენ რომ გვესაუბრა, მთელ რიგ შეკითხვებთან დაკავშირებით საინტერესო იქნებოდა თქვენი პასუხის მოსმენა, იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი და თუ დაგვთანხმდებით, მადლობელი ვიქნები და აქვე თქვენ ბრძანეთ, რომ ანუ ეს ინტერაქტივიც ამაზე მეტყველებსო. თემა, რომელზეც თქვენ ჟურნალისტმა გთხოვათ კომენტარის გაკეთება უკავშირდებოდა ქველმოქმედებას. შესაძლებელია სწორედ ამიტომაც გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა. ანუ, როდესაც იგივე ეს ორგანიზაცია, ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია საუბრობს უსახკარო ადამიანებისთვის თავშესაფრის მიცემის შანსზე, რამდენად შეიძლება იყოს მისაღები ის, რომ თქვენ აკეთებთ ამ დროს განცხადებას, რომ მათგან გაკეთებული სიკეთე არ გინდათ, იმიტომ რომ მიუღებლები არიან. სიკეთის მონოპოლიზაციაზე იყო დღეს ამ გადაცემაში საუბარი უკაცრავად. გასაგებია, მაგრამ როდესაც ეს ეხება ბავშვების აღზრდას და ისინი მათ უჩნდებათ ამბიცია, რომ მათ უნდა ბავშვები აღზარდონ, ძალიან უხერხულია ამ თემაზე საუბარი კარბატონო ინგა დამეთანხმებით. შეიძლება მათ რაღაც სხვა მიმართულებასთან გაუჩნდეთ, რაღაც აზრი, ეს პერსპექტივებიც მოვისმინეთ, მათ იყო ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ბავშვების აღზრდას ჩემულობენ და ამ საკითხით ინტერესდებიან, ხო, ეს ნამდვილად პოპულისტურია და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმაურისთვის იყო გაკეთებული და კიდევ რაღაც ახალი ფორმით უნდათ საზოგადოებაში რაღაც დესტრუქციის შემოტანა. მე ასეთი ეჭვი გამიჩნდა და მე ვფიქრობ, რომ აი თქვენთან ყოფი სტუმრებიც იგივე აზრს იზიარებენ გარკვეული გამონაკლისებით. ნაწილი არ იზიარებს, მათ შორის იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ აქ ბავშვების აღზრდაზე არ იყო საუბარი, უფრო იყო უსახკაროებისთვის ქველმოქმედებაზე. ერთი წუთი თეა. დამთანხმდებით ხვალინდელ სტუმრობაზე, მამაო.
მე კარგად გამართა დათო სეფაშვილმა მან მე საპატრიარქოს ოფიციალური პირი გახლა ვარ და მე მხოლოდ პატრიარქის დავალებით მივიღებდი მონაწილეობას. მე შევაჯერე ფას მის უწმიდესობასთან თუ არის დღეს ეკლესიაში ამის აუცილებლობა რომ პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი იყოფებოდა სტუდიაში, ამას მე ხვალ მოგახსენებ გაბატონო. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. კარგად ბრძანდებოდეთ, ეს იყო მამა მიქაელ ბოტკოველი. დათო გისმენთ ინტერაქტივის შედეგები, რომელიც სახეზეა. თქვენ თავადვე მითხარით წეღა რომ ეს ინტერაქტივი სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. კი, ნამდვილად. მე დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ ეს ინტერაქტივი გამოხატავს დღევანდელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, მთლიანად ჩვენი ერის დამოკიდებულებას მთელი რიგი საკითხების მიმართ, რაც არის. ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება ძალიან სკრუპულოზურად უგდებს ყურს ეკლესიას და ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ამის საწინააღმდეგოდ, მიიღებს სხვანაირ ამის საპირისპირო ეფექტს. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია და აქვე ვიტყვი იმას, რომ ყოველთვის შეიძლება საერთო ენის გამონახვა რაღაც საკითხებზე, ჩხუბის, კამათის, დავიდარების გარეშე. აი მაგალითად თეა დღეს ნაკლებად აგრესიული იყო, ალბათ მაპატიებს ამ სიტყვისათვის და ეს გადაცემა ძალიან წამოიღო. ძალიან დიდი მადლობა თეას ვთხოვ ინტერაქტივის შედეგების შეფასებას და დაასრულებს მამა. მე მიმაჩნია რომ არ ვეთანხმები ამ შემთხვევაში არა ვარ იმ 85%-ში და ვარ იმ მცირე პროცენტში. უმრავლესობა აქვე ვიტყვი რომ არასოდეს არაფერს არ ცვლის და ყოველთვის უმცირესობა ცვლის და მე ამ შემთხვევაში ბედნიერი ვარ იმით რომ ვარ ამ უმცირესობაში. ასევე მე მექნებოდა ძალიან დიდი სურვილი რომ წმენდა ჩაატაროს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის შიგნით და ის ვინც მართლა ებრძვის მართლმადიდებლობას ეს ადამიანები გავიდნენ ეკლესიიდან და არ მოხდეს მე კი არ ვებრძვი ეკლესიას ებრძვიან სწორედ ისინი ეკლესიის შიგნიდან საკუთარი ფარისევლობით და ისეთი ქმედებებით რასაც ისინი ჩადიან და ასევე მე მინდა კონდეს ძალიან დიდი იმედი რომ ჩვენი ეკლესია იქნება შემწყნარებელი, განსხვავებული რელიგიური თუ განსხვავებული შეხედულებების და აზრის მქონე ადამიანების მიმართ. დიდი მადლობა, მამა, უნდა დაასრულოთ თქვენ. ესე იგი, ისევ ალბათ არ გავაკეთებ კომენტარს. ესე იგი, ლაპარაკია იდენტობაზე, ხომ? აი ეს იდენტობას სიკეთეს მონოპოლიზაცია მოახდინა ეკლესიამ და იდენტობას არ აძლევს უფლებას გააკეთოს ჯერცეთ ეკლესია ვერანაირად ვერ წაართმევს ვერანაირ უფლებას. უბრალოდ აქ არის ვიცით რა იდენტობის მომავალი გეგმები და გეგმები არის იდენტობის ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება და ბავშვის აყვანა. ნუ ეს არის სოფლიოში მიღებული და აქაც უნდა გეკითხათ აგერ იყო ის ადამიანი და გეტყოდათ რომ მათი მიზნები არის ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია, შემდეგ ბავშვის აყვანა. რატო იცინი ხარ? ეს ჰომოფობიური გამოხტომებია თქვენი და მე გაგებიებენ პასუხს იდენტობით. შემდეგ ერთ წუთი დავამთავრებ. ვიცით რამ ამ გეგმების შესახებ? ჩვენ არ გვაქვს ნდობა მათ მიმართ და ამიტომაც ეკლესია ენდობა სხვა ორგანიზაციებს აგერ არის პაატა ბურჭულაძეს ორგანიზაცია, რომელსაც ეხმარება ყოველთვის და თავის მრევლს მოუწონდებს დობით აღჭურვილ ორგანიზაციას დაეხმაროს და არა ისეთ რაღაც ამორფულ სახეს, როგორიც აქვს იდენტობას. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა საინტერესო რამ მითხრეს გადაცემის დასასრულს საკუთარი Facebook-ის გვერდზე მამა ბართლომემ, რომელიც წყევლაზე წევანდელი გადაცემა გავაკეთე, ასეთი რამ დაპოსტა: გრიგოლია დაუკრეფავში არ გადავიდეს, თორემ 3 წერტილი. კარგად ბრძანდებოდეთ, ასეთი იყო დღევანდელი დღის მთავარი თემა. იმედია დამიცავთ მამაო, შემდეგი წყევლის ობიექტი არ გავხდეთ. უკაცრავად, არა, რეზიუმესთვის, შეფასებისთვის ეს არ მithქვამს. მე მინდა საპასუხო თქვა, დღევანდელი გადაცემა გავაკეთეთ იმიტომ, რომ არსებობს ამდენი განსხვავებული აზრი, იმიტომ, რომ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ეს ყველაფერი და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა სტუმარს, ვინც მიიღო დღეს მონაწილეობა იმისთვის, რომ ჩვენ 7 ვითარებაში და მსჯელობის კვალდაკვალ წავიყვანეთ 2 საათის განმავლობაში ეს გადაცემა. ასე რომ მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთ ტონალობაში ვასრულებ. ნახვამდის ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 8-ზე. მადლობთ.